მოგესალმებით ჩვენი კურსის მე-9 ლექციაზე, რომელიც გააგრძელებს უფრო დააკონკრეტებს იმას, რაც წინაჯერზე უფრო ზოგადად მოუხაზეთ, კერძოდ ის ვთქვით წინაზე, რომ ანუ პირველი რესპუბლიკა გადაიმ 21 წლის კონსტიტუციიდან რო კითხულობენ ხოლმე და რაღაცა ჩვეულებრივ ნორმალურ სახელმწიფოდ რომ მიიჩნევენ სინამდვილეში ის მთელი 3 წელი რაც გასტანა პირველმა რესპუბლიკამ იყო ჟორდანიის სიტყვებით უკონსტიტუციო ხანა, ხო? და რევოლუციონური წესრიგი, ხო? რომელსაც ოღონდ იმის გამო რომ კონსტიტუცია არ ქონდა, რაღაცა სხვა წყაროდან უნდა აეღო ის ნორმა, რომლითაც რაღაცა წესრიგი დამყარდებოდა, რაღაცა საერთოდ ორიენტირება შეაძლებელი იქნებოდა და თქვით ის, რომ ეს მაშინდელი რევოლუციონერებისთვის, პირველ რიგში სოციალ-დემოკრატებისთვის და დანარჩენი უფრო პატარა მემარცხენე პარტიებისთვისაც აი ესეთი ნორმა ამ კონსტიტუციო ხანაში იყო რევოლუციების ისტორიიდან ამოკითხვადი კანონზომიერებები და პირველ რიგში საფრანგეთის რევოლუციური ისტორიიდან ამოკითხვადი კანონზომიერებები. მეორე მხრივ თქვით ისიც, რომ ამ ნორმას, რომელიც გჭირდება, ხო, მაშინ როცა ჯერ კიდევ კონსტიტუცია არ არის, მაგრამ როცა ეს სწრაფი ხო, რომ დემოკრატიული რაღაც სახელმწიფო დააფუძნა, რომელიც მონარქს და რაღაცა ღვთივკურთხეულ ავტოკრატიას ვეღარ დაეყრდნობა, ხო? ანუ ამ ნორმასაც ჭირდება რომ ვიღაცა ავტორიტეტმა ის დაადგინოს, ხო? ვიღაცა ავტორიტეტი იყოს, ვინც მას გააჟღერებს და დაეხმარება, ხო? აი ამ არეულ დაუდგრომელ მდგომარეობას, როგორც ისევ და ისევ ჟორდანია ამბობს, რომ რაღაცნაირად ჩარჩოებში მოექცეს. და სწორედ ესეთი რევოლუციური ავტორიტეტი, ვინც აი ამ ნორმას, ასე ვთქვათ, ადგენდა, ვინც აცხადებდა, ხო? ანუ ეს იყო რევოლუციური ხანა, ხო, რომ ჯერ არ იყო კონსტიტუციის მიღების დრო და საერთოდ რა, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ რევოლუციის შინაარსი, ტემპი, ლოგიკა, აი ამ ყველაფრის უზენაესი დამდგენი გამოდგა ჟორდანია. და დღეს აი კონკრეტული ტექსტების და სიტუაციების დონეზე გვაინტერესებს როგორ მუშაობდა ეს რევოლუციური ავტორიტეტი და ამ ფრანგული რევოლუციური პრეცედენტების მოხმობა პირველ რესპუბლიკაში. ამისი გამოგზავნილიც ჰქონდა წასაკითხად ჟორდანიას მთავარი თეორიული ტექსტი ამ პირველ რესპუბლიკის ხანიდან, 1918 წლის აგვისტოს ბოლოს პარტიის წინაშე საკითხული მოხსენება სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია, რომელიც პრინციპში ყველაზე სრულყოფილად გაშლის აი ამ პრობლემატიკას და გვაჩვენებს რეალურად რას ნიშნავს რანაირი ლოგიკით მუშაობს აი ეს რევოლუციური ავტორიტეტი, ხო? და ეს საინტერესო არის არაუბრალოდ იმიტომ, რომ თქვათ ჟორდანია მაგ ტექსტში ხატავს იმას თუ როგორი უნდა იყოს მოწყობა ამ პირველი რესპუბლიკის, არამედ თქონდ რომ ამბობს, რომ თქვათ ტაბულა რაზა არის, ხო, ჩვენი სახელმწიფო აღარ არის, მონარქია აღარაფერში აღარ არის, ჩვენი ტრადიცია მონარქიული ისეაც კაიხნის მკვდარია, როდესაც იმპერია გადავარდა და რესპუბლიკური წყობა მართლა ნოლიდან უნდა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ თქვა კონკრეტულ მექანიზმებს ჩამოთვლის, ისევ და ისევ აი ამ ფრანგული მაგალითებით გაჯერებულს, ისევ და ისევ თვითონ აი ეს ლოგიკა როგორი არის, ხო? მაგას ვნახავთ აი კონკრეტულ სიტუაციაში, აი პარტიის წინაშე, ასე ვთქვათ, რომ კითხულობს აი ამ მოხსენებას. მაგას მე შემდეგში კარგად გავშლით. და ეს რევოლუციური ავტორიტეტის საკვანძოობა, ხო, ჟორდანიასი პირველ რიგში იმიტომ არის ასეთი მართლა ფუნდამენტური სიღრმისეული განხილვის
ღირსი რომ ანუ ჟორდანიას გარეშე ხო ვერც ის დამოუკიდებლობა ვერ გამოცხადდებოდა, რომელიც 26 მაისს გამოცხადდა, ხო? როცა საჭირო გახდა, რომ ოსმალების მოსაგერიებლად საქართველოს ცალკე იურიდიულ სუბიექტად განცალკევებულიყო, ასე ვთქვათ, რომ არა ჟორდანია მთელი ის, თქვა, სოციალ-დემოკრატიული პარტიული აპარატი, მუშათა საბჭოები, ვისაც ეპყრათ რეალური ძალაუფლება და ასე შემდეგ, მათ შორის იგივე სახალხო გვარდია, ხო? ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ესე დიდად არ იყვნენ კეთილგანწყობილები დამოუკიდებლობის საკითხისადმი. ხო, ანუ ჟორდანიას გარშემო ლეგიტიმაცია არ იქნებოდა საკმარისი დამოუკიდებლობის საკითხს, ხო? და ამ კუთხით ჟორდანია საკვანძოა, როგორც ის ფიგურა, რომელიც მანამდე ჩვენწლიან მოყოლებული მუშათა საბჭოებსაც ხელმძღვანელობდა, იქ ის შტაბი, რომელიც ხელმძღვანელობდა იმ მუშებისგან დაკომპლექტებულ წითელ გვარდიას, იმისი ხელმძღვანელიც იყო და აი ამ რევოლუციური ორგანოების მეთაურობიდან ის რომ ხდება მთავრობის უკვე ანუ სახელმწიფო ხელისუფლების თავმჯდომარე, აქ ისევ და ისევ რომ არა მისი მოწოდება, ხო? აი ამ მას დაქვემდებარებული, აი ამ დემოკრატიულად ორგანიზებული მასებისადმი, რომ გამოულოცავს ფაქტობრივად იმას, რომ ეხლა თქვენ უნდა დატოვოთ თქვენი ძალაუფლება, რომელიც რეალურად გიპყრიათ ხელს და გადააბაროთ ეს ადმინისტრაციული ფუნქციები სამთავრობო სტრუქტურებს. ხო, იმიტომ რომ მანდაც ისედაც ჩვენ ვართ დემოკრატიული ძალები ვართ მთავრობაში გამაგრებული, ხო? ანუ აი მართლა ესე რევოლუციის სახელით მოუწოდებს ამ შემთხვევაში რკინიგზის მოსამსახურეთა ყრილობას, რომ რაღაცნაირად შეეგუონ იმას, რომ აწი ძალაუფლება უნდა გადავიდეს აი ამ საბჭოებიდან ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ხელში. იმიტომ რომ რეალურად ამითი მოხდა აცილება იმისი, რაც ჩვენ წელს რუსეთში ორ ხელისუფლებიანობის სახით მივიღეთ, ხო? და თქვათ მე რეწორ საბჭოებიდან რომ მოხდა, ასე ვთქვათ, ბოლშევიკების მიერ რაღაცნაირი, ხო, უზურპაცია მთელი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების და მაგითი იმ კონფლიქტების სამოქალაქო ომისებრი სიტუაციის წარმოშობა, რომელიც მე მთელი წლები მოიცავს რუსეთს, ხო? და სწორედ აი იმ ტიპის სტრუქტურას, იმ ტიპის პატერნს არღვევს, რაც იდეაში ჟორდანიასნაირი ესეთი მართლმორწმუნე მარქსისტისთვის და აი ამ რევოლუციების ისტორიით გამშვალული ადამიანისთვის იყო ყველაზე ადეკვატური, ასე ვთქვათ, სცენარი რევოლუციის განვითარების. ხო, რომ ვთქვათ, შენ თუ ხარ ეს სოციალური რადიკალური ტრანსფორმაციის მომხრე და არ კმაყოფილდები უბრალოდ პოლიტიკური რევოლუციით, რომელიც უბრალოდ რაღაც რესპუბლიკურ წყობას ამყარებს, შენ მაგრდები, შენ კი არ შედიხარ, ვთქვათ, მთავრობაში აი ბურჟუაზიულ ძალებთან ერთად, არამედ მაგრდები აი მუშების საბჭოებში და იქიდან რაღაცა გარე ოპოზიციად უდგები კრიჭაში, ასე ვთქვათ, აი ბურჟუაზიას, რომელიც, ვთქვათ, კაპიტალიზმს განავითარებს, ხო, იქ ბოლომდე მიიყვანს აი ლიბერალიზმის საქმეს, ხო, პოლიტიკურად, ინსტიტუციურად მოეწყობა ეს დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურა, მაგრამ შენ, ასე ვთქვათ, კოალიციაში მასთან არ შეხვალ, პირდაპირ არ გაისვარო, ასე ვთქვათ და მზად იყო იმ მომენტისთვის, რომ ძალაუფლება ხელში აიღო, როცა უკვე აი ეს ფართო მასები ყველა მაქსიმალურად რაღაცა, ანუ გაისიგრძეგანებს იმას, რომ რეალურად საჭიროა სოციალური რევოლუცია ძალიან პოლიტიკურს დამატებული, ხო? და ანუ ჟორდანია შვება სწორედ იმას, რომ რეალურად აი ეს ძალაუფლება, რომელიც ეპყრათ ჩვენ წლიდან ამ მუშებს და თქვათ მათგან დაკომპლექტებულ აი ამ ხო გვარდიას, ეს პირდაპირ გადაეცემა სამთავრობო სტრუქტურას და ესეც ისევ და ისევ იმიტომ ხდება, რომ ისევ ჟორდანიას მიმართ ლოიალობა არის ის, რაც რაღაცნაირად ესე უვნებლად
უბრალოდ ჩაატარებინებს აი ამ ჟესტს, ხო? აი მთელ იმ რევოლუციურ ორგანოებს. ნუ მე მემუარებში უკვე გვიან 30-იან წლებში ჟორდანია უკვე ისე იხსენებს, რომ აი ეს რაც ხდება, ეს არისო, რომ აი ამ რევოლუციური ხანიდანო ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში გადავედითო, იმიტომ რომ ხო ნორმალური ვითარებაა, რომ სახელმწიფო ხელისუფლებას ჰქონდეს ძალაუფლება, ხო? და ეს უბრალოდ რაღაცა ტრანზიციული რევოლუციური ამბავი არისო, მაგრამ თვითონ რესპუბლიკის პერიოდში ხო მუდმივად იმაზე აპელირება, რომ მაშინაც კი როცა ეს სამთავრობო სტრუქტურები გადაილოცავენ, ასე ვთქვათ, თელ ძალაუფლებას, ეს მთავრობა ხდება თვითონ რევოლუციონური მთავრობა და მანდ არის, რომ ვთქვათ, მე ეს იაკობინური მაგალითი ხდება ესეთი წარმმართველი. ანუ სულ არის თქვათ ის, რომ იმ პერიოდშიც ის, რომ აი ეხა დამფუძნებელ კრებას მოვიწვევთ და აი მანდ გადავალთ ნორმალურ ვითარებაში. აი ხა კი მოვიწვიეთ, მაგრამ ხა ომიაჯერ და ეს არის ხო, ჯერ კიდე რევოლუციური ხანა. მერე თქვათ, ნუ აი ხა ომი რო დაალაგდება, საომარი სიტუაცია რო აღარ იქნება და ეს ტერიტორიებიც რომ მეტნაკლებად კაფიოდ განისაზღვრება, მერე დამყარდება ნორმალ სიტუაცია, მაგრამ მერე ისევ რაღაცა დამატებით მიზეზი ჩდება, რის გამოც აი ეს რევოლუციონური ხანა, ასე ვთქვათ, გრძელდება და გადავადდება. ისევ და ისევ აი ჟორდანიას როგორც თავარი რევოლუციური ავტორიტეტის გადაწყვეტილებით, ხო? და ანუ თავარი არის ის, რომ ანუ თქვა იგივე წითელი გვარდია რო გადაკეთდება სახალხო გვარდიად და სახელმწიფო სტრუქტურად რო გადაიქცევა, ხო? და არა თქვა აი მუშათა საბჭოების ასეთ რაღაც პარამილიტარულ დაჯგუფებად, ხო? მანდაც საბოლოო ჯამში აი ეს ორაზროვნება ჟორდანიას, ასე ვთქვათ, ძალაუფლებრივი პოზიციის არის ის, რომ კი ის არის თქვა ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე, ხო? და მასე ექვემდებარება მას სახალხო გვარდიაც და ეს რეგულარული ჯარიც, რომელიც როგორც თქვით, ორი ლექციის წინ ცოტა ესე იყო მიგდებული სავით იყო, იმიტომ რომ არენდობოდნენ, ხო, იმ ძველ გენერალიტეტს მენშევიკები. ანუ მაინც ორივე შემთხვევაში პერსონალურად ჟორდანიასადმი, ასე ვთქვათ, ნდობა იყო ის პერსონალურად ჟორდანიას ემორჩილებოდა თქვათ იგივე ვალიკო ჯუღელი მას მერეც რაც უკვე სახელმწიფომ გადაიბარა მისი სტრუქტურა. ეხლა რო აი უბრალოდ თვითონ იმ მოხსენების აი სიტუაციას რო დაუბრუნდეთ, ხო? აგვისტოს ბოლოს 18 წელს რო კითხულობს ჟორდანია საინტერესო არის აი სად ვის წინაშე რა მიზნით წარმოთქვამს, ხო? მას ანუ ეს ხდება დღეს მარჯანიშვილის თეატრი რო არის, მაშინდელ ზუბალაშვილების სახალხო სახლში, ნუ შეგვიძლია რაღაცა ესეთი აუდიტორია წარმოვიდგინოთ, ანუ ეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაერთიანებული სხდომა, მოხსენება იკითხება რუსულად, წარმოითქმება რუსულად, იმიტომ რომ ჯერ კიდე ხო ძალიან ეს იყო ჭრელი შემადგენლობა იყო, ხო, პარტიაში და სადაც 18 წლის შემოდგომამდე არც ოფიციალურად არ ხდება გამოყოფა იმ ერთიანი რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიად გადაკეთება და მთლიანად ისედაც ამ ბიუროკრატიული აპარატის გაქართულებაც მანამდე არ ხდება, ხო? და უბრალოდ ეს რუსულად რო წარმოთქვამს მე ძალიან მალევე რამდენიმე დღეში ქართული თარგმანი იბეჭდება მაშინ გაზეთ ერთობაში და მე ბროშურებად და ასე შემდეგ. და აი აქ ანუ კარგად ჩანს აი ეს რევოლუციური ავტორიტეტი რო არ გულისხმობს მაინც უბრალოდ რაღაცა იმას, რომ ჟორდანია ბელადია, რომელიც აი ეს ზემოდან რაღაცას დაატყეპებს აი ამ რაღაცა პასიურ მასას, ხო? არამედ კარგად იკვეთება იმაში თუ როგორია რაღაცა შინაგანად დიალოგური არის მისი აი ეს მოხსენება, რომ ჟორდანიას უწევს მუდმივად გაუმკლავდეს, ირეაგიროს რაღაცა აი ქვემოდან
წამოსულ იმპულსებზე, თქვათ იქ საბჭოებში, პარტიის ფრაქციებში იქნება ეს პროფკავშირებში, კომიტეტებში, რა ვიცი, ხო? ანუ ძალიან ბევრგან წარმოშობილი კითხვები არის, ეჭვები არის, პრეტენზიები არის, მithumetes ამ დამოუკიდებელ საკითხზე, რომელიც ბევრისთვის თლათ გასაზიარებელი არ არის იმ დროს. თან 18 წლის მანძილზე სულ რაღაცა აჯანყებები ხდება, თქვათ იქ დუშეთის აჯანყება არის, ოსები ჯანყდებიან, სანამ თქვათ 20 წელს დიდი აჯანყება იქნება 18 წელსაც ივლისში. კიდე გაზაფხულზე ხდება იქ ლეჩხუმის აჯანყება და აი ამ პარტიულად ორგანიზებულ აი მუშებში, რომლებიც არიან ხოლმე ისინი, ვისაც აგზავნიან ამ პერიფერიებში, რომ ჩაახშონეს აჯანყებები, ანუ სულ არის ეს რაღაცა კითხვა, რომ აი რა რისთვის იღურება ეს ამდენი ჩვენი ბიჭების სისხლი, ასე ვთქვათ, ხო? და მაგიტომ არის რომ ამ მოხსენებაშიც იმთავითვე, როცა იწყებს იმაზე საუბარს, როგორი მართლა სუფთაფურცელებით რაღაცა არის ეს ქართული რესპუბლიკა, ხო? იმიტომ რომ თქვა, აქამდე სოციალ-დემოკრატებიო სხვა ქვეყნებშიო უბრალოდ ოპოზიციაში მოდიოდნენო და ნელ-ნელა აი ბურჟუაზიულ დომინანტ პარტიებს საიძულებდნენ რომ გაეუმჯობესებინათ თქვა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. მაშინ როცა ჩვენ გვიწევს პირდაპირ ჩვენი ძალებით ავაშენოთ ეს სახელმწიფო და თან ვაშენებთ არა მარტო კანონების გამოცემითო, არამედ ჩვენი სისხლითაც, ხო? და გამოყოფს განსაკუთრებით აი ამ სახალხო გვარდიას, როგორც სოციალ-დემოკრატიული ამ მუშათა მასის შეიარაღებულ ფლანგს. და ფაქტობრივად ანუ მისი მოწოდებული არის ჟორდანია, რომ რაღაცნაირად საზრისი მიანიჭოს თელ იმ დანაკარგს, რასაც განიცდიან, ხო? ანუ ლამის ყოველდღიურად ეს ისინი ხო, ანუ პარტიული მებრძოლები, ხო? და აქ მისი ფუნქცია არის ის, რომ მან როგორც ყველასთვის საყვარელმა და ყველაზე გამოჩენილმა რევოლუციურმა პუბლიცისტმა საქართველოსი აციტიროს მარქსი, კარლ კაუცკი, ჟან ჟორესიდან არის უამრავი ციტირებები, ვათასნაირი ეს რაღაცა რევოლუციური ისტორიიდან მაგალითები მოიშველიოს და ნუ მართლა შეიძლება ლამის გაუგებარი დარჩეს რა, ანუ რა როგორ შეიძლება ამ ხელაკორიან დააყენო აი ამ ციტატების და ამ ისტორიული პრეცედენტების მოხმობის თუ არ გაითვალისწინებ რომ საქმე გვაქვს რაღაცა ისეთ მსოფლმხედველობასთან, ხო, რომელიც ფაქტობრივად გამსჭვალული არის იმის განცდით, რომ ერთის მხრივ ის მსოფლიო რევოლუციაც აი ძალიან მალე მოსალოდნელი არის რომ დადგება და თან თვითონ რაც აქ დაახლა ხდება საქართველოშიც და მithumetes მოყოლებული 17 წლიდან რუსეთში ეს არის ნაწილი ჯაჭვის ნაწილი აი დიდი რევოლუციური ტრადიციისა, რომელსაც ხსნის საფრანგეთის დიდი რევოლუცია მე-18 საუკუნის ბოლოს. და საინტერესოა აი ამ ტექსტში, ხო, რომელიც მოხსენებაში არის ის, რომ აქ ფაქტობრივად ჟორდანიას დაჯამებული აქვს, შემოკრებილი აქვს ყველაფერი ის, რაც კი ოდესმე ფაქტობრივად დაუწერია საფრანგეთის რევოლუციის სხვადასხვა ეპიზოდებზე. და ძალიან ხშირად ემატება თან იაკობინური ფაზის, აი დიდი რევოლუციის დროინდელი, აი პირველი ფრანგული რესპუბლიკის რაღაცა კიდე ახლებურად წამოწევა, რაც მანამდე ესე არ ხდებოდა ხოლმე, მithumetes რომ მარქსისტულ ტრადიციაში ეს იაკობინური ფაზა დიდი რევოლუციის ძალიან საურაზროვნად იყო ხოლმე შეფასებული. და ძალიან კარგი მაგალითი არის, რაც ხდება ამ ტექსტში იმისა თუ როგორი თითქოს ერთის მხრივ სრულიად დოგმატური შეიძლება იყოს და შაბლონური ეს რაღაცა ეს ციტირებები, ხო, აი ამ რაღაცა თეორიული კლასიკოსების რევოლუციური თეორიისა, ხო, მაგრამ მეორე მხრივ თუ შევხედავთ, ანუ რა ტიპის ევოლუცია განიცადა და სიტუაციურად როგორ იცვლებოდა აი ეს ციტირებები, ასე ვთქვათ, ხო? დავინახავთ როგორი დინამიური და დრეკადი არის
და სიტუაციურია მართლა ეს თუნდაც ერთი და იმავე ფრაზის მოხმობა, თქვათ რაღაცა სხვადასხვა წლებში. ჩვენ ანუ ადრე თქვით მე მგონი ხო, რომ ესე იგი არის ერთი მეცნიერთა ერთი ასე ვთქვათ ფლანგი დღეს ვინც ამბობს რომ მენშევიკებმა რესპუბლიკა რო დააფუძნეს იდეოლოგია საერთოდ იმას აქნეს გადააგდეს და პრაგმატულები გახდნენ ანუ ცარიელა რიტორიკა ითარგმნება ხო ეს იდეოლოგიას თქო აი ყველაფერი აი ეს რაზეც ლაპარაკობს ჟორდანია მაგალითად ხო რევოლუციებზე ხო და გამოდის რომ ანუ რეალური ისტორია ხდება რაღაცა სხვაში ხო ეს უბრალოდ ცარიელ დეკორაცია ხო ან თქვა მეორე ვარიანტია რომ ნუ იმდენად რაღაცა შაბლონური და ხისტი არის ეს რა და დოგმატურია ეს ციტირებები რომ ну я მიუთითებს რაღაცა თქვა ჟორდანიას იდეოლოგიურ მასე გახევებულობაზე ასე თქვა მაშინ როცა თქვა შეიძლება მართლა ლენინი ის ფიგურა იყოს რომელიც მართლა კვირაში 9 პარასკევი შეიძლება კონდეს ანუ იცვლის აბსოლუტურად იმ თეორიულ წახნაგსაც და პერსპექტივასაც იმის მიხედვით რა ჭირდება მისი აზრით რევოლუციურ პროცესს ხო მე თქვა ბოლშევიკები რო უყურებენ აი ამ მენშევიკების ბატონობას და რომ წევთ რომ თვალი გაუსწორონ იმას რომ რეალურად ესენიც ლაპარაკობდნენ ხო მთელ ამ რევოლუციურ მთავრობაზე და რევოლუციის დაცვაზე და ასე შემდეგ თქვა სიმონ ხუნდაძე რომელიც სოციალისტ ფედერალისტებიდან მიემხრობა ბოლშევიკებს 20-იან წლებში ამბობს რომ მთელი აი ეს რევოლუციური ჟარგონი უბრალოდ ნიღაბი იყო მენშევიკების რეალურად ბურჟუაზიული და ამ დასავლური კაპიტალისტური ძალების სამსახურში დგომი ქმედებებისათვის მაგრამ ხო ანუ სინამდვილეში ანუ ძალიან ბევრი რაღაც სამოკითხვა შეიძლება უშუალოდ აი პოლიტიკურ დინამიკაზე ჟორდანიასი როგორც ცალკე პოლიტიკოსის და პირველი რესპუბლიკის როგორც თლიანად პოლიტიკური ერთეულის თუ შევხედავთ აი ამ ცვალებადობას ჟორდანიასთან აი ამ რევოლუციური რეფერენსების რაც ნუ იწყება 1904 წლის ბოლოს როცა ჩდება პირველი ნიშნები აი ამ რუსეთშიც რევოლუციური აფეთქების სადაც ანონიმურად აგვიყენებს მაგალითად ჟორდანია აი ამ დიდ რევოლუციაზე ბროშურას, სადაც პირდაპირ, რადგან ანონიმურადაა და არალეგალური გამოცემა, პირდაპირ აქვს ფუფუნება, რომ გაავლოს პარალელი, რომ აი საფრანგეთის მაშინდელი მდგომარეობაო, ხო? იმ 1789 წლის რევოლუციამდე ძალიან გავსო დღევანდელი რუსეთის მდგომარეობასო და ნუ ბოლოშიც ასე ვთქვათ პირდაპირ ესე იგი რეკომენდაციის სახით იძლევა იმას ხო რჩევას რომ აი როგორც მაშინ ჩამოაგდეს ტახტიდან მეფე და თავი მოკვეთეს დღეს ჩვენი რუსეთის ტირანის ჯერი არისო 1906 წელს იგივე ბროშურა გამოიცემა უკვე მისი ავტორობით და ლეგალურად ჩამოცილდება ეს პირდაპირ მინიშნებები რუსეთზე, იმიტომ რომ ლეგალურად რო იყოს, უნდა ცარიელა განყენებულ რაღაც ესეთ ისტორიულ მათ უნდა დარჩეს ექსკურსად, თორემ ცენზურა არ გაატარებდა. და ნუ მანდაც იმიტომ შემოაგდებს ხელახლა 6 წელს ამ ბროშურას რომ უკვე თქვათ ნიკოლოზმა ეს რაღაცა კომპრომისი გააკეთა და დუმა შემოიღო, ხო, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ეგება და კონსტიტუციის მიღების უფლებაც მიეცეს, ხო, ამ დემოკრატიულად არჩეულ ამ ასე რა ქვია, პარლამენტს, ხო, და ეგება და კონსტიტუციურ მონარქიაზე მაინც გადავიდეთ, ხო? ამიტომ ეს სცენარი, რაც თქვათ 99 წლიდან საფრანგეთის მეფე ლუი მე-16-ის თავის მოკვეთამდე თამაშდება რაღაცნაირად თითქოს ის არის რა ასევე სახელმძღვანელო ძაფივით არის ხო მერე ხდება ის რომ უკვე 5 წელს გაგანია ორთაბრძოლების პერიოდში როცა ანუ თბილისშიც ანუ ძალიან ახლო არის მართლა ბარიკადული ბრძოლის და თან ანუ აჯანყების ერთიანი აჯანყების პერსპექტივა ჟორდანია ჩაეძიება
1858 წლის საფრანგეთის რევოლუციას და მან ძალიან ბევრი რაღაცა აინტერესებს და პირდაპირ კავშირშია მის აი დემოკრატიის თეორიასთან, რომ ერთი რო თქვათ რაშვრები შედიხარ მონარქიის წინააღმდეგ, აი ბურჟუაზიულ ძალებთან კოალიციაში, როცა შენ სოციალისტურ ფლანგზე ხარ, თუ დისკრედიტაცია მოხდება, მაგითი შენი და ჯობია ისევ აი განზე ოპოზიციაში დადგე და არ იჩქარო მით უმეტეს რაღაცა სოციალურ ტრანსფორმაციის მონდომება, თუ ხედავ რომ რაღაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ნაწილი საზოგადოებისა ჯერ ამისთვის მზად არ არის, ხო? იქ გლეხობა იქნება, იქ ბურჟუაზია იქნება, არისტოკრატია თუ სხვა, ხო? და მეორე აი ისე ხატოვნად სახავს პარიზში აი შეცდომაში რომ შევიდნენ პარიზელი მუშები და რომ იფიქრეს რომ სოციალურ რესპუბლიკას დაამყარებდნენ მაშინ როცა ესე იგი საფრანგეთი ჯერ მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკისთვის იყო ასე ვთქვათ მზად რო იმართება 1858 წლის ივნისში პარიზში ბარიკადები და ფაქტობრივად მთელი საფრანგეთი რო შეიკრება პარიზის პროლეტარიატის წინააღმდეგ და სისხლში რო ჩაახშობენ ეს რაღაცა გაკვეთილივით არის რომელიც უნდა ესე გაითვალისწინოს საქართველოს და რუსეთის სოციალ-დემოკრატიამაც ჟორდანიასთვის და ამ გაკვეთილს უბრუნდება ჟორდანია 17 წელსაც, როცა ხელახლა გამოსცემს აი 1858 წელზე თავის სტატიათა სერიას უკვე ბროშურად უკვე თან იმაზე აქცენტით, რომ აი ეს სოციალური რესპუბლიკისკენ რაღაცა წინ გადახტომა, ხო, მაშინ როცა აშკარად გარშემო ყველა შენ წინააღმდეგ არის, ამას ბრჭყალებში უწოდებს ბოლშევიზმს. აი ეს არისო ის რაღაცა ის სულსწრაფობა, ხო, ის რაღაცა ზედმეტის მონდომების, აი ეს რევოლუციაში, რომ რევოლუცია, კიდე დამატებითი რაღაცა რევოლუციური რიხი რო შემოდის, ეს არისო აი ის, რასაც ბოლშევიზმი ეწოდება მეტაფორულად უკვე, ხო? ხო, ეს ხო შორს არის ილუსტრაცია დანიელ სტერნის, მარიდაგუს ფსევდონიმი რაც იყო, იმ წიგნიდან 50 წლის რევოლუციაზე, რომელიც ისე რომ არ ციტირებს ჟორდანია მოშველებულია, იმიტომ რომ აქედან აქვს მთელი ეს ძალიან ხატოვანი მართლაც ძალიან ექშენის მითი აღწერილი, მთელი ბარიკადული ბრძოლა და მე რაღაცნაირი ჩახშობა მუშების 50 წლის ივნისში. უბრალოდ რომ ნახოთ, ანუ რას კითხულობდა, ხო? ანუ რა ტიპის თუნდაც ვიზუალურ მასალასთან ჰქონდა შეხება ჟორდანიას. ხო და თქვა 1905 წელს თუ ფაქტობრივად აი ამ ბარიკადულ ბრძოლებზე, ხო, საუბარი რაღაცნაირი ვარჯიშივით არის, შეიძლება ითქვას იმისთვის, რომ აი თბილისში თუ მოგვიწია ესეთი რაღაცა, აი ესე მოხდა მაშინ, როცა თქვა პარიზში მოუწიათ აჯანყება და ეს რაღაცა ნიძლავის დადება, ხო, იმაზე რომ აჯანყებით გადაეჭრათ, ასე თქვა ეს რევოლუციური პროცესი, ხო? 17 წელს უკვე აი შემოდგომაზე რომ ხელახლა გამოსცემს, ხო? მან ფაქტობრივად პასუხობს იმ გამოწვევას, რაც თბილისშიც ისევე ედგათ, ასე ვთქვათ, რევოლუციურ პროცესს, როგორც მაშინ ხო მეტროპოლიაში, ხო, პეტროგრადში და სხვაგან, რომ საბჭოებში ორგანიზებული ეს რევოლუციური მასები, რომ მიილტვიან, რომ ეს დროებითი მთავრობა, რომელიც დგება ცარიზმის გადავარდნის მერე, რომ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და რაღაცნაირად რომ ნელია და ორჭოფია რომ ეს ტოლვალ რო არის, რომ ამ საბჭოებმა გადაიბარონ თლიანი ძალაუფლება, ხო? რაც ჟორდანიას შემთხვევაში მიაჩნია, რომ დამღუპველი არის და თქვათ ოქტომბერში ბოლშევიკები რო აიღებენ ძალაუფლებას თლიანად ხელში და რო ხორციელდება, ხო, ეს პრინციპი, მთელი ძალაუფლება საბჭოებს, ეგ არის ის, რაც მე კავკასიას, ასე ვთქვათ, სულ უფრო მზარდი ავტონომიისკენ ეკაჩება, ხო, ჩვენ წლის ბოლოდან, მაგრამ ანუ უშუალოდ თბილისის
კონტექსტისთვის ხო ანუ ჭირდება აი ამ ფრანგული პრეცედენტის მოხმობა ჟორდანიას იმისთვის რომ აშკარად აქაც რო არის ეს არსენალი და თბილისში ხო ანუ რუსული ჯარის გარნიზონის არსენალი ხო და ეს რუსული ჯარი რო ძალიან ბოლშევიკურად არის განწყობილი და დიდი შანსი რო არის იმისი რომ აი ამ იარაღის მეშვეობით შეიცვალოს ხო ერთბაშად ის სიტუაცია რომელშიც სრულად დომინანტები იყვნენ ეს ქართველი მენშევიკები და ბოლშევიკებს ძალიან პატარა რაოდენობა მომხრეების ყავდათ თქვათ ბაქოს თუ არ ჩავთვლით კავკასიის მასშტაბით რეალურად აი 12 დეკემბერს რო ხდება ის ვალიკო ჯუღელის მეთაურობით აი იმ მენშევიკი მუშების მიერ ხელში აღება იმ არსენალის ხო რაღაც საოცარი ფანდით რასაც ჩაატარებენ კუნაპე დღამეში რაღაც მაგეთკენ რომ მიდის საქმე აი ისევ და ისევ შეგონებასავით მოკლედ ახსენებს ჟორდანია ფაქტობრივად იმას რომ რა შეიძლება მოყვეს აი ამ რაღაც შეიარაღებულ საკუთარ ხელში აღებას იარაღის მეშვეობით მთელი რევოლუციური პროცესის მაგრამ ამ შემთხვევაში ბედნიერად სრულდება და იქნება ის წინაპირობა მატერიალური, რომელიც 18 წელს მერე საერთოდ დამოუკიდებლობას ხდის შესაძლებელს. 18 წელს უკვე ხო ეს აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ან თქვათ უკვე მოხსენებას რო კითხულობს აგვისტოს ბოლოს, იმიტომ რომ სრული ხელისუფლება მათ ხელშია, საბჭოებიც დაარწმუნეს, რომ ეს ძალაუფლება მათ გადაულოცონ, ანუ ეს ორხელისუფლებიანობის საფრთხე არიდებულია. უბრალოდ მთელი ამბავი არის ის, რომ ეხლა შენ თვითონ რო ხარ სოციალ-დემოკრატიული ძალა და ოპოზიციის მაგივრად რომ ამოყავი თავი ძალაუფლებაში, ხო? ანუ სახელმწიფო ძალაუფლებაში. და ანუ მართლა თან ჰეგემონიური რო ხარ, ანუ არც ბურჟუაზია, მემარჯვენე ძალაც არ ყავს. ისეთი ძლიერი რომ ოპოზიცია გაგიწიოს რეალური თვითონვე უწევთ რომ აი ის რაც საბჭოების, აი რევოლუციური ორგანოების ფარგლებში რა ტიპის ეს ოპოზიციური და თქვა რაღაცა ეს რევოლუციური რიხი იყო, ის თვითონვე უნდა შეიწოვონ, ხო თვითონვე უნდა მოახდინონ მაგის ინტეგრაცია, რომ არ გადაიქცნენ ოპორტუნისტებად, ხო როგორც ჟორდანია ამას ამბობს, ხო რომ უნდა მოახერხოთო რომ ჩვენ თვითონვე ავაშენოთ რაღაცა ესეთი პოლიტიკური ბურჟუაზიული დემოკრატიული სტრუქტურებიო, მაგრამ თან ამით არ დაკმაყოფილდეთ და მუდმივად ანუ გვახსოვდეს და ასე ვთქვათ ღვიოდეს ჩვენშივე აი ის რაღაცა და აი ის მომავლისკენ მიმავალი რიხი, რომელიც ხო საბოლოო ასე ვთქვათ მიზნად ამ სოციალურ რევოლუციას სახავს, ხო? და უკვე მას აი მართველის პოზიციიდან უწევს რომ რაღაცნაირი რუქა მოხაზოს აი ვინ სად არის რომელიც საზოგადოებრივი ჯგუფი სად არის და აი ამ რესპუბლიკურ პროექტს ვინ ემხრობა ვინ არის ავანგარდში ხო ვინ გვარცხენს და ასე შემდეგ ხო და თან შენ უნდა მართო ის ტემპი რომლითაც ცვლილებები მოხდება ხო ანუ შენ ხელში არის რომ გადართო ასე ვთქვათ ეს სიჩქარეები და აქაც რადგან ანუ ერთადერთი სახელმძღვანელო ასე ვთქვათ რაღაცა საორიენტაციო რაღაც კომპასი ხო რაც შეიძლება გქონდეს არის ისევ და ისევ აი ეს ძველი რევოლუციური პრეცედენტები მაგიტომ და მართლა ინდენსიტირებს იმ ტექსტში ვთქვათ იგივე მარკს ხო მთელი გვერდები არის გადავსებული ვთქვათ აი 1850 წლის რევოლუციაზე მარქსის ციტირებებით რომ ნუ ხო რა მართლა ხედავ რომ ან მაგის გარდა ბევრი არც არაფერი საყრდენი არ არის აი ამ სრული ტაბულა რაზას პირობებში და ციტირებს გადმოიტანს იგივეც რასაც 1905 წელსაც ციტირებდა თქვა იგივე გლეხობაზე რომ განარჩევდა თქვა იქ ბნელ ჩამორჩენილ გლეხობას უფრო დაწინაურებული გლეხობისგან რომლის მთავარი პოლიტიკური ფუნქციაც მხოლოდ შეიძლება იყოს რომ პროლეტარიატს ამოუდგეს ხო ზურგში და არანაირი საკუთარი ზედმეტი პრეტენზიები არ კონდეს და რაც თავარია შემოდის აი ეს დიდი ფრანგული რევოლუციის დროინდელი რეფერენსები იმაზე, როგორ ვთქვათ,
ჩვენთანაც რო ეს დუშეთის და ეს ცხინვალის და სხვა აჯანყებები რო იყო გლეხობის, ხო? და ამაში რომ დაიღვარა აი ამ ქართველი მუშების ქართველი რა ანუ სოციალ-დემოკრატიული შეგნების მქონე მუშების სისხლი პირდაპირ ხდება ასე ვთქვათ პარალელის გავლება აი ამ სახალხო გვარდიისა აი მაშინდელ პარიზულ ეროვნულ გვარდიასთან რომელიც მიდის აი ამ მონარქისტულად განწყობილ კონტრრევოლუციურ ვანდეაში ხო საფრანგეთის რეგიონში საიდანაც დაიწყო ძალიან დიდი მასშტაბური ანტირესპუბლიკური აჯანყება, ხო? და აი როგორც იქ რო ის ბრბორო საშინლად იქცეოდა და ამის ჭამდა ამ რევოლუციონერებს და შუაზე გლეჯდნენ და რომ მოუწია რევოლუციურ პარიზს რო ჩარეულიყო და რესპუბლიკა გადაერჩინა, აი ესე მოკლედ ჩვენთანაც ეს ჩვენი ეს შეუგნებელი ბრბოები დუშეთში და ცხინვალში ესე იქცეოდნენ და მოკლედ ფაქტობრივად სახალხო გვარდია ასრულებს და ეს ხო ეს თბილისი ასრულებს რაღაცა რევოლუციური პარიზის ფუნქციას, ხო? და აქაც თქვა აი ვანდეაზე რო არის საუბარი, ხო ეს ჟორდანიის უბრალოდ თვითონ კი არ მოაქვს თავისი ინებით, არამედ მანამდე მთელი აი წინა თვეების მანძილზე მაგალითად ერთ-ერთ სოციალ-დემოკრატიულ ჟურნალში ხო ეს თვითონ მუშები სულ ეხმაურებიან ანუ ღვარი არის სამგლოვიარო და განგაშის წერილების რო ვერ ხვდებიან ანუ გლოვობენ ამ დანაკარგს ხო თავიანთი ძმაკაცების ვინც მოკლედ იხოცებიან აი ამ პერიფერიებში თელ ამ ბრძოლებში და ანუ ჭირდებათ რა საზრისი რა რომ რისთვის ხდება ეს ყველაფერი ხო ანუ რა არის ის რის გამო ზღირდა რომ ესეთი რაღაცა მომხდარიყო ხო და იქვე ნახსენები არის რომ აი ეს დუშეთის ვანდეა ხო რომ აი ის რაც ხდებოდა დუშეთში თქვა არის ის რაც ხდებოდა მაშინ დიდი რევოლუციის დროინდელ ვანდეაში და ანუ ჟორდანია რასაც შვრება უბრალოდ ხო მე აი რომ გამოდის აი მოხსენებით თელი პარტიის წინაშე და რომ უნდა წაიკითხოს აი მართლა ყველაფრის გადამჭრელი და ერთხელ სამუდამოდ აი ამ რესპუბლიკის და საქართველოს დამოუკიდებლობის როგორც რაღაც სოციალ-დემოკრატიული პროექტის დამაფუძნებელი ასე ვთქვათ ესა ხო ანუ თეორიული მოხსენება ის აიტაცებს ფაქტობრივად იმას რაც იმპულსების სახით მოდის ქვემოდან ხო აი თუნდაც რაც იწერება ათასნაირ სოციალ-დემოკრატიულ სხვადასხვა მედია პლატფორმებზე და უბრალოდ უბრუნებს უფრო ესეთი მყარი მწიგნობრულად გამყარებული ციტატის სახით აი ამ თავის თანაპარტიელებს როგორც აი ეს რევოლუციური ავტორიტეტი ხო ის ანუ ადგება და ჟან ჟორესის ფრანგული სოციალიზმის ერთ-ერთი თავარი წარმომადგენლის მრავალტომეულიდან ხო რომელთა ნაწილი თვითონვე დაწერა უშუალოდ რაც დიდ რევოლუციას ეხება იმ ტომიდან რომელიც ეხება აი ამ ვანდეას ბრძოლას და იმ იაკობინურ პერიოდს საფრანგეთის დიდი რევოლუციისა ციტირებს მთელ აი პასაჟებს რომლებიც აღწერს აი იმ ვანდეელი გლეხების ველურობას და როგორ გმირულად მოიქცნენ მოკლედ ეს პარიზელი ეროვნული გვარდიელები და ეს რაღაცა ფუნქცია რო აკისრია მას ეს არის რამაც შეიძლება საერთოდ ახსნას რანაირად ეცალა ამ კაცს რომელსაც თავზე ემხობა მართლა მთელი ქვეყანა და ყოველდღე რაღაცა კრიზისი არის რომ 2000 გვერდიანი ჟან ჟორესის კონვენტის ისტორია ეკითხა და ეკონსპექტებინა იმიტომ რომ ერთ-ერთი და ყველაზე დიდი ვრცელი კონსპექტი არის რაც კი ანუ დაცული არის ნუ ჟორდანიას შემორჩენილ არქივში ანუ ყველაზე მეტად რო აგემოვნებს ასე ვთქვათ აშკარად აი ეგ ეს არის და ნუ მაგას კიდევ უფრო ვრცლად განვიხილავთ ლექციის მეორე ნაწილში
ხო, ეს არის რაც ზოგადად რა აღწეროთ მართლა ეს რევოლუციური ავტორიტეტი რა ფუნქციას ასრულებს აი იმ სეტინგში, ხო, სადაც ყავს ეს პუბლიკა, რომელსაც თავისი რაღაცა ტკივილები და ისინი აქვს, წუხილები აქვს, ხო, და შენგან ელის რაღაცა ტიპის პასუხს, ხო? მეორე ას განზომილება არის ის რომ თქვათ იქ მარქსსაც რო ციტირებს და იმ კარლ კაუცკის როგორც თქვათ ენგელსის სიკვდილის შემდეგ ხო მარქსიზმის მთავარ განმარტებელს მანდაც რაღაცა ძალიან საინტერესო ფენები შეგვიძლია გამოვყოთ თქვათ ამ მოხსენებაში სოციალ-დემოკრატია საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია. პირველ რიგში უშუალოდ აი რესპუბლიკის მოწყობას რაც შეეხება იმოწმებს მარქსისეულ კლასიფიკაციას საპარლამენტო დემოკრატიულ და სოციალურ რესპუბლიკებად, საპარლამენტო რესპუბლიკა არის ის ადგილი, რომელიც თქვა ბურჟუაზიისთვის არის ყველაზე კომფორტულიო, იმიტომ რომ მთლიანი ძალაუფლება მარჩევნების ძალით გადაეცემა, დელეგირდება მთლიანად პარლამენტზე და ის იკეტება ფაქტობრივად თავის თავში და შეუძლია სრულად თვითკმარად ახორციელოს ძალაუფლება და ანუ ისე გათვითყოფადეს ეს ძალაუფლება, ხო ეს ხელისუფლება, რომ საზოგადოებას აღარანაირი რეალური კეტი აღარ კონდეს ყოველდღიურ დონეზე მართვაში ჩართვის ნუ სოციალური რესპუბლიკა არის ის რაც ნუ ჯერ ნაადრევი არისო, იმიტომ რომ ჯერ კაპიტალიზმი უნდა განვითარდეს, ხო, ჯერ უნდა ესე იგი დემოკრატიულმა პროცესმა უნდა რაღაცა მაქსიმალურად ფართო საზოგადოების კონსენსუსი უნდა გაამკვრივოს იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვინდა აი ამ თქვათ უბრალოდ დემოკრატია კი არ გვინდა და უბრალოდ ეს რაღაც საბაზრო ეკონომიკა, არამედ რადიკალური სოციალური ტრანსფორმაციაც და გადასვლა სოციალიზმზე, ხო? მაგრამ ნუ ეს რადგან ესე იგი ბოლშევიკურ ნახტომად ითვლება, ხო? ამიტომ ეს სოციალური რესპუბლიკა, რომელიც დგას კერძო საკუთრების გაუქმებაზე, ეგ ჯერ ჩვენთვის ადრე არისო, ხო? თუმცა თქვათ, მე ვიცით, რომ კონსტიტუციაში იწერება, რომ საბოლოო მიზანი ამ რესპუბლიკისა ის უნდა ყოფილიყო ერთიანი საზოგადოებრივი მეურნეობის ჩამოყალიბება, ხო? ანუ სოციალიზმი. და აი დემოკრატიული რესპუბლიკა არის ის რაც რეალურად ისახება როგორც ის მთავარი ერთადერთი ასე ვთქვათ პოლიტიკური ფორმა რომელშიც შეიძლება ისე განავითარო ვთქვათ იგივე ეს კაპიტალიზმი რომელიც ჯერ არ გაქვს ბოლომდე ხო და ანუ ხარ დანარჩენ ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებთან შედარებით ჩამორჩენილი ძალა, ხო? და არ გაქვს ის რესურსი, რომელიც მე გინდა რომ გადაანაწილო, ასე ვთქვათ, ხო? უკვე თანასწორად დემოკრატიული რესპუბლიკა ისახება იმ ჩარჩოთ, რომელშიც შეიძლება, ესე იგი, აი ამ რაღაცა კლასობრივი ბრძოლის ინსტიტუციონალიზებულად წარმართვა, თვითმმართველობის მაქსიმალური გააქტიურება ყოველდღიურ დონეზე და გავარჯიშება ადამიანების რაღაც ასეთ აქტიურ მოქალაქეობაში და შემზადება მოკლედ სიტუაციისა იმისთვის რომ რაღაცა მომენტში მოხდეს უკვე გადასვლა სოციალიზმზე, ხო? და თან ანუ ეს ყველაფერი იყოს რაღაცნაირად ანუ ამ პროცესში მართული იყოს აი ეს მუდმივი რაღაცა აი წინ რო გეკაჩება, ხო? იმ სოციალური რესპუბლიკისკენ აი ის რაღაცა ის ბოლშევიკური ასე ვთქვათ აი ეს რიხი, ხო? რომელიც მუდმივად გადასერავს, გამსჭვალავს რაღაცა გაორებასავით ემართება დემოკრატიულ რესპუბლიკას, ხო? როგორც მისივე შინაგანი დამატებით ტენდენცია, ხო? როგორც რევოლუციაში, ხო, როგორც ხშირად იტყვიან ხოლმე. ეს რაც შეეხება ხა თქვათ მარქსისეულ სქემას. ასევე ციტირებს თქვათ კარლ კაუცკის და მოყავს ეს 1990-იან წლებში რაც გერმანულ სოციალ-დემოკრატიამ ერფურტის პროგრამის სახით ჩამოაყალიბა პრინციპში რუსული პარტიისთვისაც სათაყვანებელი და სახელმძღვანელო გეგმა ეგრეთ წოდებული პროგრამა მინიმუმის და პროგრამა მაქსიმუმის
კომბინაცია, ხო, რომელიც გულისხმობდა, რომ ჯერ იქნება ეს პოლიტიკური რევოლუცია, რომელშიც განახორციელება, ან თქვა პოლიტიკური რევოლუცია არ იქნება თვითონ თქვა თუნდაც მონარქიის ფარგლებში, ან ხო, რაღაც კაპიტალისტური სისტემის პარგლებში სრული პოლიტიკური დემოკრატიზაცია მოხდება, ხო, რაღაცა რეფორმები იქნება სოციალური, რომელიც კაპიტალიზმის ფარგლებშივე შეუმსუბუქებს მშრომელებს ყოფას და თანმიმდევრულად იმუშავებ იმისთვის, რომ მასობრივ ძალად იქცეს ეს სოციალური დემოკრატია, ხო? ანუ ის დემოკრატია, რომელიც სოციალიზმისკენ ილტვის, ხო? და ამ ყველაფრის საფუძველზე ხდება მე უკვე ესე იგი რეალისტური რომ პროგრამა მაქსიმუმი განახორციელო, ხო, რომელიც უკვე გულისხმობს მეურნეობის მთლიანად სოციალისტურად გარდაქმნას და საერთოდ მოსპობას კლასობრივი დაყოფის, ხო და რამდენად თქვათ ძალისმიერი თუ არა ძალისმიერი თუ ესეთი ერთბაშად თუ თანათანობით იქნება ეს რევოლუციური გარდაქმნა, ეგ ნუ ცალკე ეს არის, ხო? ცალკე ამბავი არის. და ანუ როგორც თქვათ ეს კაუწკისეული სქემა ისახება და როგორც თქვათ ჟორდანიაც აი მოხსენებაშიც წარმოაჩენს ხოლმე, ხო აი ძალიან ისეთი განცდა არის, რომ აი ჯერ ეს არის და მერე ეს არის, ხო? ანუ რაღაცა ეს მიჯრითობა, თანმიმდევრულობის რიტმი ისახება, ხო? რომ ჯერ მხოლოდ ეს შეიძლება, კი უნდა გახსოვდეს ის, მაგრამ ჯერ ეს არის და მერე უკვე რაღაცა მომენტში, შორეულ მეტნაკლებად მომავალში განხორციელდება ეს პროგრამა მაქსიმუმი, ხო? ჯერ პოლიტიკური რევოლუცია, მერე სოციალური რევოლუცია. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ანუ რეალობაში, ხო, ანუ რეალურ პოლიტიკურ პროცესში როგორც განიცდებოდა ეს დინამიკა, ხო, თუ აი ეს სქემა ეს ვერ ექვემდებარება გაყოფას, ხო, რაღაცა ჯერ ამათ და მერე იმათ, არამედ მით უმეტეს ჟორდანია რომ თავის პარტიასთან ერთად რომ სრულად არის მოსული ხელისუფლებაში და ანუ ხო, მთელი ბერკეტები მის ხელში არის. რაღაც უცნაური ტიპის ერთდროულობად განიცდება ყოველდღიურ დონეზე, აი ეს ჯერ მინიმუმი და მერე მაქსიმუმი თუ ჯერ პოლიტიკური და მერე სოციალური რევოლუცია და რაღაც ახლებური ტიპის სინთეზი დგება სწორედ იმის გამო, რომ უბრალოდ ძალაუფლებაში არიან ეს მენშევიკები, რომლებიც თავისთავად, რა თქმა უნდა, დოგმატურ თეორიულ დონეზე, ასე ვთქვათ, მიიჩნევდნენ, რომ ჯერ მართლაც მხოლოდ პოლიტიკური რევოლუციის დრო იყო და, ვთქვათ, მხოლოდ ბოლშევიკებმა იჩქარეს და იმათ ეგონათ, რომ პირდაპირ გადახტებოდნენ კომუნიზმში, ხო? ისტორია ეგონათ რომ შეეძლოთ მოეტყუებინათო. და იმიტომ სწორედ რომ ეს რაღაცა ტიპის ერთდროულობა არის ის რაც ანუ როგორც ანუ ხო ეს რაში მდგომარეობს ხო რეალური განცდა მთელი ამ პოლიტიკური პროცესის პირველ რესპუბლიკაში. მაგიტომ არის რომ უკვე იშველიებს ჟორდანია ჟან ჟორესის მიერ მოთხრობილ აი ამ იაკობინური პერიოდის პირველ ფრანგულ რესპუბლიკასაც სრულიად სხვანაირი პარადიგმა მუშაობს და რომელიც სინამდვილეში ძალიან აცდენილი არის იგივე კაუწკისეულ უფრო ესეთ ხისტ მიდგომას და თავად დავანებოთ იმას რომ თვითონ მარქსთან სრულად ორაზროვანი დამოკიდებულება იყო თქვათ აი იაკობინური პრეცედენტის მიმართ. ამიტომ რომ თქვათ ვიღაცას რომ შეუძლია რომ იფიქროს რომ უბრალოდ ეხლა ეს ჟორდანია დგას და აი ამ თავარ თეორიულ დამფუძნებლურ ტექსტში პირველ რესპუბლიკისა ეს არ ახუნებს რაღაცა დოგმატურად ყრის აი ამ ბუმბერას კლასიკოსებს ხო და რაღაცა ერთი დიდი ფაფა არის და არანაირი განსხვავება არ არის რომ ჩავეძიოთ ხო აღმოვაჩინოთ რომ რაღაცა ძალიან ისეთი უცნაური დაძაბულობები არის აი ამ ავტორების მოშველიებას შორის და რაღაც ისეთ ოპერაციას ატარებს ჟორდანია რომ მართლა საკუთარი ადგილობრივი საჭიროებებისთვის სრულად ახლებურ სინთეზში აქცევს იმას რაც თითქოს თავისთავად სრულიად არა შეხამებადი პოლიუსებია.
ხო, თან ანუ პაუზაზე გავიდეთ მალე, მაგრამ ანუ ვთქვათ ჟორეს ახლა ამოხსენებაში უფრო რო ციტირებს აი ვანდეას თაობაზე, ხო, მე საინტერესო რაც არის, რაც ვლინდება კიდე განსაკუთრებით აი ეს სრული გაორება აი კაუცკისეულ და ვთქვათ ჟორესიანულ ხაზს შორის, რაც შევეხებით ცოტა ხანში. ანუ აი ეს ჟორესის ასე ვთქვათ ფუნქცია რა, ხო, ჟორესი ასრულებს ჟორდანიასთვის რო ორიენტირდეს, ხო, იმ პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ პროცესში და გაიგოს რეალურად როგორ უნდა წარიმართოს, ხო, პოლიტიკური დინამიკა, ეს თანდათანობით უფრო ვლინდება და მით უმეტეს ვლინდება უფრო აი უკვე ემიგრაციაში რომ მიდის 20-იანი წლების ნაწერებში, როცა უკვე აქვს იმის საშუალება, რომ უფრო დისტანცირებულად შეხედოს პირველი რესპუბლიკის გამოცდილებას და ბევრად უფრო სისტემურად გაიაზროს, ასე ვთქვათ, ეს რა ტიპის მონათესაობა შეიძლება ქონოდა აი ამ პირველ რესპუბლიკას იაკობინების ფრანგულ რესპუბლიკასთან იმ სახით, როგორითაც ჟორესი აღწერს მას. ესე იგი, ჩვენ გვაინტერესებს ჟორდანია რა ტიპის სინთეზს აყალიბებს აი ამ რესპუბლიკანიზმზე, თქვათ აი გერმანულ კაუცკიანურ ხაზსა და ამ ჟორესისეულ ფრანგულ ხაზს შორის, ხო? იმიტომ რომ თქვათ კაუცკისას ციტირებს ასევე, როცა საუბრობს იმაზე ჟორდანია, რომ ყველაზე სათანადო ფორმა აი ამ ჩვენი მიზნისთვისო არისო დემოკრატიული რესპუბლიკაო, იმიტომ რომ ხო აქედან შეგიძლია ყველაზე ესე მწყობრად და დალაგებულად გადასვლა ნელ-ნელა სოციალიზმზე. კაუცკისას ციტირებს მის და ნუ მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილის პოლემიკას ფრანგ სოციალისტებთან, ვინც აი მესამე რესპუბლიკის დროს მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე გადაწყვიტეს, რომ შესულიყვნენ ბურჟუაზიულ მთავრობაში, ხო? ანუ ალექსანდრ მილერანის მეთაურობით და ნუ ჟორესიც იყო ნაწილი აი ამ რაღაცა კომპრომისისა და ნუ სერიოზული კრიტიკა მიიღეს როგორც რაღაცა ტიპის მართლა გასვრა, ასე ვთქვათ, სოციალისტური ძალისა აი ბურჟუაზიული არსობრივად ბურჟუაზიული მთავრობის პირობებში და ნუ ღალატი მოკლედ სოციალისტური იდეალის და ოპორტუნიზმი და ასე შემდეგ. და მან იწყება ეს დებატები, ასე ვთქვათ, ფრანგებს და გერმანელებს შორის, სწორედ აი რესპუბლიკის მნიშვნელობის თაობაზე, იმიტომ რომ გერმანელებს, რომელთაც არ ქონიათ, ხო, რევოლუცია ძალიან ისეთი ეჭვი და ამრეზიც აქვთ გარკვეულწილად აი ამ ფრანგების აი ამ რესპუბლიკანიზმთან, ეს რესპუბლიკანიზმის მიმართ, იმიტომ რომ ეუბნებიან, თქვათ, იგივე ჟორეს და სხვებს, რომ ჩვენთან, ანუ ეს არის იმპერია, ხო? ანუ კი ბისმარკი ყავს იმათ, ხო? პრემიერად იმპერია, მაგრამ ნუ პარლამენტი გვაქვს და ბევრად მეც ვახერხებთ რეალურად იმითი რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია მასიური არის და სულ უფრო და უფრო მეტ ხმას იგებს ემაში რაიხსტაგში, უფრო მეც ვახერხებთ რომ მივიღოთ სოციალური რეფორმების სახით ამ კაპიტალისტური ამ იმპერიული ძალისგან, ვიდრე თქვენ ვითომ რომ ეს მესამე რესპუბლიკა რო ხართ და რომ მოგაქვთ თავი იმითი რომ ეს რესპუბლიკური სრულად დემოკრატიული მმართველობა ხართ, სინამდვილეში ბევრად უფრო მყარად არის, ასე ვთქვათ, ეს კაპიტალისტური ჰეგემონია გამყარებული და სოციალისტები საერთოდ ვერაფერს ვერ ახერხებთ გარდა უბრალოდ ოპოზიციაში ყოფნისა, ხო? და ჟორესი სწორედ ამოდის ერთის მხრივ აი იმ გამოცდილებიდან, რასაც იღებენ აი ამ რაღაცა მთავრობა, აი ბურჟუაზიულ მთავრობასთან კოლაბორაციით და მეორეს მხრივ ჩდება სწორედ მაგ წლებში, აი მე-20 საუკუნის პირველ წლებში და შეუდგება აი დიდი ფრანგული რევოლუციის შესახებ მრავალტომეულის წერას, ხო? სადაც სწორედ აი ეს განსაკუთრებით ეს იაკობინური პერიოდი მისთვის არის საინტერესო, როგორც რაღაცა ესეთი ცოცხალი გამოცდილება იმისა, როგორ შეიძლება რაღაცა ორ სიჩქარეში ერთდროულად იმოძრაო, ხო, როგორ შეიძლება ეს ერთდროულობა იმისა, რაც თქვა კაუცკისთან ესე უფრო დოგმატურად ქაღალდზე პროგრამა მინიმუმად და პროგრამა მაქსიმუმად არის გახლეჩილი, როგორ შეიძლება როგორც ერთდროულობა ისე განიცდებოდეს, ხო?
ხო, და თან ანუ გავითვალისწინოთ, რომ აი ხამასიანთაც მოვისმინე ესეთი პატივსაცემი ხალხისგან, რომ აი ჟორდანიას ხო უყვართ იმის თქმა, რომ თქვა პირველი რესპუბლიკა რო იწყება, რევოლუცია მთავრდება, ხო? რომ ეს თელეს დიდი ეს რევოლუციური ორმტრიალი რაც იწყება ჩვენ წლიდან 26 მაისით იხურება და ჩვენ გადავდივართ ნორმალურ სახელმწიფოებრივ ფაზაში, სადაც ისედაც ესენი სოციალიზმს არ ამყარებენ და ესეთ კარგი ჩვეულებრივი ბურჟუაზიული ლიბერალური დემოკრატია მყარდება, რომელიც მე უბრალოდ 21-ში ბოლშევიკებმა გადაჭეგეს, ხო? და ჟორდანიას ეს მარქსიზმიცო იყო უფრო ესეთი რეფორმისტული, ბენშტაინიანული ყაიდისო, ესეთი რაღაცაც გავიგონე იმის გამო, რომ უბრალოდ გეუბნება ეს კაცი, რომ აქ და ახლა ვერ დაამყარებ ამ იმას, თუ არ გინდა რომ ხიშტი და ეს გამოიყენო ძალა და ძალით მოახვიო უმრავლესობას თავზე ეს სოციალიზმი, მით უმეტეს რომ ამის სათანადო ინდუსტრიული რესურსებიც შენთონ არ გაქვს და მსოფლიოში რევოლუცია არ მოხდარა და ამიტომ ჯერ კიდე კონკურენციაზე დამყარებული მსოფლიო ეკონომიკა და ამიტომ იძულებული ხარ რომ შენთონ ინდუსტრიალიზირდე თუ რამეა მაგრამ იმის გამო რომ ეს ჯერ უარს ამბობენ სოციალიზმზე და რაღაცა ესეთ უფრო ხო მართლაც თანასწორუფლებიანობას ამყარებენ ყველა კლასისთვის და ამ შემდეგ მიაჩნიათ რომ რაღაცა ესე იგი რევოლუციაზე როგორც იდეაზე უარის თქმა ხდება და მთლიანად ეს რაღაც რეფორმიზმში გადადის თქვა ჟორდანია და ამითი თქვა ასოცირება ხდება მისი ცნობილ ედვარდ ბენშტაინთან რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია ხო 19 საუკუნის ბოლოს გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში როცა თქვა რომ ნუ რევოლუციის მოლოდინი აღარ უნდა გქონდეს და აწი მხოლოდ რეფორმები იქნება აწი მხოლოდ პროცესი იქნება და მივაღწევთ თუ არა საბოლოოდ იმ სოციალისტურ მიზანს, ეგ ნუ არც უნდა გვაინტერესებდეს იდეაში, ხო? მაშინ როცა ეს კაუწკისეული ვარიანტი, ხო, სწორედ აი ამ რაღაც პროგრამა მინიმუმს და პროგრამა მაქსიმუმს შორის თეორიული გამიჯვნის საშუალებას იძლეოდა იმისა, რაც საბოლოო ჯამში საჭიროებს რაღაცა ტიპის რევოლუციურ ამოტრიალებას, ასე ვთქვათ, ხო? თუნდაც ეს გულისხმობს იმას, რომ დემოკრატიულად შეამზადებ ამ ამოტრიალებას, ხო? ხო, ასე რომ ანუ სწორედ ეს იაკობინურ გამოცდილებაზე გამოცდილებას რომ ჩააფრინდება ჟორდანია, ხო, მაკედონია ძალიან კარგად გამოჩნდება სინამდვილეში, როგორ საერთოდ სხვა ტიპის პარადიგმა მუშაობს და არაფერ შუაში არ არის, ეს თქვა ეს ბენშტაინიანული რეფორმიზმი, რომელსაც ისე არ ციტირებს არსად, ხო? ეგეც საინტერესოა ხოლმე, რომ არ ეძიებიან ხოლმე იმას თუ ან როგორ მუშაობს, თქვა იგივე ჟორდანიას ტექსტები საერთოდ, ხო? და ის რას ეყრდნობა მერე უბრალოდ რადგან რაღაცა გაქვს ეს მარქსიზმის ერთიანი რაღაცა ქოლგა და მერე ამ მარქსიზმში გაქვს ეს უფრო ესეთი რბილი ვარიანტი ხო ამ ბენშტაინიანული რეფორმიზმის სახით და რადგან ესენი ახლა ნუ ისინი იყვნენ ხო უფრო ნაკლებ რადიკალურები ვიდრე ბოლშევიკები ამიტომ მოდი ბარემ ბენშტაინიანი რეფორმისტები ხო რაც ნუ აბსოლუტურად აცდენილი არის რეალურ ტექსტუალურ და საარქივო მოცემულობას. ხო, და ანუ მაგითი არის საინტერესო სწორედ რომ ჩავეძიოთ იმას რაც პრინციპში აქამდე სამწუხაროდ არავის არ განუხილია ეს ჟორდანიას ეს კონსპექტები რომელშიც როგორც თქვი ჟან ჟორესის ისტორია ამ იაკობინური მმართველობის დროს ამ კონვენტის ხო როგორც მაშინდელი პარლამენტის პერიოდის შესახებ არის ერთ-ერთი აი ესეთი წყარო, რომელთანაც შეგვიძლია სწორედ სხვანაირად წავიკითხოთ ის თუ თვითონ ჟორდანია როგორ აღიქვამდა საერთოდ იმას რა ტიპის პროექტში იყო ის ჩართული. ერთი ამბავია რომ თქვათ როცა თქვათ ჟორესიც ისევე როგორც კაუცკი და საერთოდ ხო ზოგადად ესეთი ანუ მარქსისტები თუ არა მარქსისტი სოციალისტები საუბრობდნენ იმ ხანებში იაკობინელებზე და იმ ტერორის ლეგენდარულ ხანაზე ხო და რობესპიერზე და ანტონზე მარაძე და მაგ ლეგენდარულ ფიგურებზე იაკობინელობა ითვლებოდა როგორც
რაღაცა კომპრომისული ვარიანტი იმისა, რომ ერთის მხრივ მათვე წინ წაეწიათ კაპიტალიზმის განვითარება, ხო, იმიტომ რომ ისინიც მოსულები არიან აი ამ ეგრეთ წოდებული ბურჟუაზიული რევოლუციის ნიადაგზე, მაგრამ მეორეს მხრივ მათ, ანუ როგორც მინიმუმ სურვილი ჰქონდათ, რომ ანგარიში გაეწიათ იმ დაბალი სოციალური ფენებისთვის, რომლებიც მეც ითხოვდნენ, ხო? და თქვათ, იაკობინელებს შემოაქვთ ეს მაქსიმუმი ფასი, ხო? სპეკულანტების მიერ პურის ფასით თამაში აერიდონ და ასე შემდეგ. ხო, ანუ საბაზრო პრინციპს რაღაცა ძალიან ისეთ მუხრუჭებს ადებენ, ხო? მაგრამ ვთქვათ მეორეს მხრივ არის ერთგვარი, ანუ შიშიც იყო, ხო, ამ იაკობინელების მიმართ, როგორც იმ ხალხის მიმართ, ვინც ტერორი გაამეფა, ხო, ვინც ფაქტობრივად ასეთი დიდი რევოლუციური ძალადობრივი ტალღა გამოიწვია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც რაღაცნაირად, თქვათ, ეჭვმიტანილი გახდებოდა იმაში, რომ რესპუბლიკას მტრობდა, ხო? ისინი იყვნენ ის თავარი ძალა, ვინც ეს რესპუბლიკა რო გამოცხადდა, მაგრამ მეფე ჯერ კიდე ცოცხალი რო იყო, ვინც ასაბუთებდა, რომ მეფე უნდა მოვკლათ, იმიტომ რომ სანამ მეფე ცოცხალი იქნება, ხო, ეს რესპუბლიკა სრული ვერ იქნება, იმიტომ რომ ანუ რესპუბლიკა არის მხოლოდ მაშინ, როცა არ არსებობს აი ეს ერთი თვითყრობელი წყარო ძალაუფლების, ხო? და მთავარი, ასე ვთქვათ, რასაც ჟორესი აკეთებს, როცა იაკობინელებზე იწყებს საუბარს, ეს არის, რომ ის ფაქტობრივად რაღაც რეაბილიტაციას აკეთებს რობესპიერისნაირი ძალიან დემონიზირებული ფიგურისა, იმითი, რომ წარმოაჩენს ამ იაკობინელებს როგორც რეალურ დემოკრატებს, ხო, რომლებიც კი, რა თქმა უნდა, ძალადობას აძლევენ სერიოზულ როლს თავიანთ პოლიტიკურ პროექტში, მაგრამ ისინი სწორედ იმითი ახერხებენ, რომ გადაარჩინონ ეს რევოლუციური პროექტი და გადაარჩინონ რესპუბლიკა, რომ იციან ზუსტად როგორ მართონ ეს სახალხო რევოლუციური ენერგიები, ასე ვთქვათ, ხო? ისე რომ ეს ენერგია არ გახდეს დამანგრეველი, ხო, არ გადავიდეს ბოლშევიზმში, როგორც მე ანუ აიგივებს ხოლმე, ვთქვათ, იგივე აი ებერტიზმი რო ერქვა, ხო? აი რადიკალურ მემარცხენე ფლანგი რაც იყო, ხო, ვთქვათ, იაკობინელებისგან. არც ვთქვათ, მაკეთკენ არ გადაიხაროს და მეორეს მხრივ ვერც აი მემარჯვენე რეაქციამ ვერ მოახდინოს კონფისკაცია აი ამ რევოლუციური პროცესის, ხო, და მით უმეტეს ვთქვათ არისტოკრატიამ ვერ მოახერხოს რევანში და დაბრუნება, ხო? და აი ეს კონკრეტული მართლა პოლიტიკური პროცესი, ხო, მართვის, რომელშიც იაკობინელები ამჟღავნებენ თავიანთ აი რაღაცა პოლიტიკურ ალღოს, ეს არის აი ის რაღაცა თანადროულობა, ერთდროულობა იმისა, რომ თან აი რევოლუციურ ენერგიას ინარჩუნებ, ხო, თან ამუშავებ, თუნდაც კალაპოტში აქცევ, მაგრამ თან მათ არ აძლევს საშუალებას, რომ თქვა თუნდაც გაუქმდეს კერძო საკუთრება, ხო? მაგიტო თქვა იაკობინელებს არამინ არ უწოდებს კომუნისტებს, ხო? პირიქით ისინი ყველანაირი საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე მუდმივად იცავენ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის იდეას, ხო? უბრალოდ იმის გამო რომ არის აი ეს რაღაცა მართლა დაძრული, გავეშებული ძალები, ხო? იქ პარიზის აი კომუნებში ორგანიზებული დაბალი ფენები იქნება ეს თუ სხვა, ხო? ეს გარე საპარლამენტო თუ რაღაცა შიდა საპარლამენტო ძალებს შორის რაღაცა ლავირება და მათი კომბინაცია, ხო? ანუ ჟორესის სეულ აღწერაში ამ დანტონმა და რობერ რობესპიერმა ძალიან კარგად მოახერხეს და ამითი გადაარჩინეს ფაქტობრივად რესპუბლიკა, როგორც ამ პოლიტიკის როგორც რაღაცა ტიპის, ანუ ხო, საზოგადოებრივი კონფლიქტის ინსტიტუციურად წარმართვის ჩარჩო, ხო? ისე რომ ეს რესპუბლიკა არ შეწირულიყო აი ამ ძალიან დუღარე
რევოლუციურ პროცესს. და ნუ ხას უსვამს სულ ჟორეს იმას, რომ თქვა ტერორი და ეს ტერორისტობა რომ მიეწერებათ, ხო, იაკობინელებს, ანუ ეს ყველაფერი ძალიან ბოლო მომენტში მოვიდა, როცა მართლა ყველა მხრიდან უკვე მტრები შემოესივნენ, ხო, ეს მონარქიული ძალები მთელი ევროპის და როცა ეს ფრანგული დინასტიის არისტოკრატიაც, ანუ სერიოზულად, ანუ რევანშზე გადადიოდა, ხო? და ანუ იგი იყო, ასე ვთქვათ, უკანასკნელი, ასე ვთქვათ, საშუალება იმისა, რომ რესპუბლიკა გადარჩენილიყო, თორემ ჟორდანიაც მე სულ უსვამს ხალხს იმას, რომ ტერორი არ ყოფილა ის საშუალება, რითიც რევოლუციური მონაპოვრების მოპოვება მოხდა, ასე ვთქვათ, ხო? მხოლოდ მათი შენარჩუნების საშუალება იყო, ხო? არც ჩვენ არ დაგვჭირებია ტერორიო, არც თებერვლის რევოლუციას არ დაჭირებია ტერორიო. მარტო ბოლშევიკები არიანო, ვინც ტერორით ცდილობენ რომ რაღაცა დამატებითი ახალი რევოლუციური მონაპოვრები მიიღონ, ხო? თქვათ იგივე კერძსაკუთრების გაუქმების სახით და პირდაპირ სოციალიზმში გადახტომის სახითო და ისინი რო იჩემებენ, რომ არიან ნამდვილი იაკობინელებიო, სინამდვილეს ჩვენ ვართ ნამდვილი იაკობინელები, ეს არის ნამდვილი იაკობინელობაო, რომ იცი, როგორ მართო აი ეს რამდენიმე სიჩქარე ერთდროულად, ასე ვთქვათ. და აი ეს სულისკვეთება, ასე ვთქვათ, არის, რასაც ჟორდანია ერთ-ერთ თავის ასევე ძალიან ცნობილ მოხსენებაში 19 წელს უკვე სახალხო გვარდიის წინაშე, რომლის როგორც გვახსოვს, ასე ვთქვათ, მეთაური ისევ და ისევ არის, ხო? და როგორც რევოლუციური ავტორიტეტი, სათაყვანებელი ფიგურა არის ამ გვარდიაში შეკრებილი იდეური მუშებისთვის ამას უწოდებს ფაქტობრივად ჟორდანია თავის აი რაღაცა მესამე გზას, ხო? რომ არც მარცხნივ არ უნდა გადავიხაროთ, ხო? ზედმეტი ასე ვთქვათ მემარცხენე რადიკალიზმისკენ, ისკენაც ვთქვათ მიაჩნდათ, რომ მათ ეკაჩებოდნენ სოციალისტ რევოლუციონერები, სოციალისტ ფედერალისტები, ხო, რომლებიც ბევრად უფრო მეტ ნაბიჯს ითხოვდნენ პირდაპირ სოციალიზმისკენ გადასადგმელად და არც მარჯვნივო, ანუ ეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია რომ იქადნიდა რაღაცებს, არც მათ არ უნდა დაუთმოთ. და რაღაც ტიპის, ანუ რევოლუციური ცენტრიზმი შეგვიძლია დავარქვათ, ანუ ცენტრიზმი, რომელიც არის არა ოპორტუნისტული, არამედ რომელიც არის ცენტრისტული, იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ ეს არის რევოლუციის საქმის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობის ერთადერთი რეალური გზა, ხო? და ანუ კარიკატურა არის თეატრი და ცხოვრებაში. იმ პერიოდის, სადაც ეს ჟორდანიას ვხედავთ, როგორც ბელადს, რომელსაც უკან ყავს სახალხო გვარდია, როგორც ხო, თავარი შეიარაღებული ორგანიზებული ძალა, აი ამ სოციალ-დემოკრატიული დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ხო? სადაც ეუბნება, რომ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, აი ჩვენ ისტორიკსა და ქვემოთ არის უფსკრული. და ეს ძალიან საღადაო ამბავი იყო, თქვა დამფუძნებელ მოკრებაში ბევრს იცინიან იმაზე, რომ ნუ ეს მოკლედ შეუძლებელი ამბავი არის და მე სხვა შორის ბოლშევიკები უკვე 20-იან წლებში ანუ რომ მიდის აქტიური დემონტაჟი, ხო? აი ამ ჟორდანიასეული ხაზის, აი ეს მესამე გზა, როგორი შეუძლებელია და როგორი არარეალისტური იყო, ნუ აი მაგაზე მუდმივი პედალირება არის. ხო. და ანუ ერთი რაც ასევე ანუ აი ამ სულისკვეთებას, ხო? აი ამ რაღაცა აი რობესპიერულ თუ აი ამ რაღაც არც მარჯვნივ არც მარცხნივ სულისკვეთებას ახასიათებს, ხო? ეს არის რომ და რის გამოც ჭირდება ჟორდანიას აი ეს მუდმივი მოხმობა, ხო? აი ამ დიდი რევოლუციური მაგალითების როგორც რაღაცა ლეგიტიმაციის წყაროსი, ხო? უბრალოდ ანუ გაამართლო რა შენი იმ ხალხის წინაშე, ვინც ყოველდღიურად იბრძვის, სისხლს ხრის, გაჭირებულია, რაც არ უნდა ეხლა სოციალური პირობები გაუმჯობესო მთელი კანონმდებლობით და ასე შემდეგ, ანუ უნდა იმათ წინაშე გაამართლო ის, რომ ჯერ ვერ იქნება რა სოციალიზმი, ხო? ანუ მოთმინება გმართებს, მაგრამ მოთმინება სოციალიზმისთვის, როგორც ჟორდანია ამბობს. და აქ ანუ ისევ და ისევ, ანუ თავარი არის ის, რომ ამ იგივე სახალხო გვარდიისთვის რომ უწევს ამისი ახსნა, ხო? რეალური, ასე ვთქვათ, ანუ პუანტი არის ის, რომ ვიცით რომ ანუ ჩვენ ხელშია ეს ძალოფლება, ხო შეგვიძლია ეხლა მართლაც გამოვაცხადოთ სოციალიზმი, ხო, მაგრამ ანუ ის იქნება, ხო, ანუ არარეალური იქნება, იმიტომ რომ არ გვექნება ის რეალური ეკონომიკური რესურსები, რაც გვინდა, ხო, აი იმ
კლასიკური მარქსისტული გაგებით რომ იყოს სოციალიზმი, ხო? თქვა რაღაცა მართლა ინდუსტრიულად განვითარებული საწარმოო ძალების, ხო, მაქსიმალური განვითარების მეშვეობით მიღწეული ამ ჭარბდოვლათიანობის გადანაწილება და თან აი ამ დოვლათის წარმოებაში შრომის ასევე სრულად თანაბრად გადანაწილება ყოველგვარი კლასობრივი განსხვავების გარეშე, ხო? ეს უბრალოდ შეუძლებელი არისო, ჯერ, ხო? მაგრამ ანუ ჩვენს ხელშივე არის ის, რომ ვიცოდეთ რეალურად სწორი გზა და სწორი ტემპი რა არის და ჩვენ თვითონვე უნდა მოვთოკოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი თავიო, ხო? თორე როგონიათო, რომ იქ თქვათ რუსეთშიო მიაღწიესო უკვე სოციალისტო და რეალური პროლეტარის დიქტატურა დამყარდაო, სინამდვილეშიო არ არისო ეგრეო, პროლეტარის და გლეხების დიქტატურა ჩვენთან არისო, ხო? ოღონდ ჩვენთან დამყარდაო დემოკრატიულად და არა ტერორით, ხო? და ეს ანუ ძალიან ხშირად ის არის ხოლმე, ანუ რამდენიმე ლექციის წინ ერთ-ერთ დამწრეს ეუცხოვა, ასე ვთქვათ, რომ როგორ შეიძლება დემოკრატიულ დიქტატურაზე ილაპარაკო, ხო? და არადა ეს მუდმივად არის, ასე ვთქვათ, ნახსენები, კაუცკიც ლაპარაკობს პირველ რესპუბლიკაზე, როგორც ხო, სოციალისტურ დიქტატურაზე, ასე ვთქვათ, ხო? ისე რომ ოღონდ თან ეს არ გამორიცხავს დემოკრატიას, ხო? რაც დღეს თითქოს სრულიად წარმოუდგენელი, რაღაცა ოქსიმორონული მოცემულობა არის, ხო? და თქვათ მეორე მხრივ სტივენ ჯონსი გეტყვის, რომ მენშევიკებმა უარყვეს კლასობრივი დიქტატი. ანუ ეს სრულად ჩვეულებრივი რაღაც ესეთი ლიბერალურ დემოკრატიული ჩარჩო დამყარდა, სადაც არანაირი კლასობრივი პრეფერენცია, თქვათ, იგივე მუშებისადმი არ იყო, ხო? მაშინ როცა ანუ რეალურად მუდმივად აი დემოკრატიას როგორც პოლიტიკურ ფორმას ზოგადად გადასერავს აი დემოკრატიის გაგება როგორც კონკრეტული დაბალი ფენების ალიანსისა, ხო? რომლისთვისაც იდეაში ეს რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო, ხო? ჟორდანიას თქვით, აი ყველაზე უქონელთა და არაფრის ცოტას ქონეთა და არაფრის ქონეთათვის უნდა ყოფილიყო ეს რესპუბლიკა, თუნდაც თავის აი ამ ჯერ კიდევ სოციალიზმ მიუღწეվել ვარიანტში, ხო? ხო და ანუ აი აქ ანუ აი ამ სიტუაციაში როცა რეალურად შეერაღებული ძალა ისევ სახალხო გვარდია არის, ხო? ანუ მათ რაღაც რამე რო იყოს, შეუძლიათ რომ ადგენენ და რა ვიცი, მოახდინონ გადატრიალება, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ემორჩილებიან ჟორდანიას, რომელიც გარკვეულწილად მართლა რაღაცა დიქტატორის ფუნქციასაც ასრულებს, თუ ანუ დიქტატორში მიგულისხმებთ მოკარნახეს, ხო? იმიტომ რომ კარნახს ნიშნავს, ხო? დიქტატი, ხო? ოღონდ ეს დიქტატიც, ასე ვთქვათ, გულისხმობს იმას, რომ ის თვითონ იღებს ლეგიტიმაციას აი იმ შეერაღებული სახალხო, ასე ვთქვათ, დემოკრატიულად ორგანიზებული ძალებისგან, რომელთაც მერე უბრუნებს რაღაცა ძალიან მკაფიოდ არტიკულირებულ, ავტორიტეტულ ხედვას, რასაც მერე ეს ძალები ირწმუნებენ როგორც თავიანთ, ასე ვთქვათ, საუკეთესო ინტერესს, ხო? და წრიულ ფორმას იღებს ეს რევოლუციური ავტორიტეტი, ხო? ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ბელადის მიერ რაღაცა პასიურ მასებში რაღაცის სხვა დაზომბება და რაღაცა ანუ მესეჯ ბოქსის ჩატუნდვა არის, ხო? არა, მართლა წრიული არის ეს ის თუ როგორ ხდება ამ ავტორიტეტის მიერ იმ ტიპის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, რაც თქვათ აი ამ პროლეტარის დიქტატურას ახასიათებდა თუ ასეთ მოიხსენიებთ, ხო? მეას რაც იყო პირველ რესპუბლიკაში. და მეორე მხრივ რა არის ის ძალა, რაც თვითონ მას როგორც აი ამ რაღაცა პერსონიფიცირებულ ავტორიტეტს ანიჭებს ლეგიტიმაციას, რომ ეს სამუშაო აწარმოოს, ხო? ანუ მუდმივი რაღაცნაირი წრეზე ბრუნვა და რაღაცა დუღილის პროცესია და არ არის სტატიკური მოცემულობა, ხო? ბელაცა და რაღაცა ესეთ გახევებულ შეჩერებულ მასას შორის. და მაგიტომ არის რომ ასევე სრულიად არაფერ შუაში არ არის ის რომ მაგალითად პრეზიდენტს უწოდებენ ჟორდანიას, ხო? თქვათ კი, თქვათ, კი ფრანგულათაც ხო,
თავრობის თავმჯდომარეს რო ამბობ, ანუ თავმჯდომარე პრეზიდენტი არის ფრანგულათაც, ხო, მაგრამ ქართულში რო გადმოდის პრეზიდენტად, რეალურად მთელი კონსტიტუციაზე მუშაობის დროს მენშევიკები იყვნენ პირველები, ვინც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გვინდა, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად მონარქი, ერთი პერსონიფიცირებული ძლიერი პიროვნება, რომელიც არ ღვევს აი ამ დემოკრატიულ ჰორიზონტალურ გადანაწილებას ძალაუფლების, ხო? და მემარჯვენეები იყვნენ ერთ-ერთი, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტს ითხოვდნენ, ხო? ანუ რეალურად ჟორდანიას ძალაუფლება, ანუ რა ტიპის უფლებამოსილება ჰქონდა, ხო? ანუ მართლა ძალიან ისეთი ბუნდოვანი დარჩა შეიძლება ითქვას მთელი რესპუბლიკის პერიოდის მანძილზე. ხო, ეს არის რევოლუციური ავტორიტეტი, ეს არის იქ იმ სახალხო გვარდიისთვის რაღაცა განსაკუთრებული ავტორიტეტი, ეს არის თავრობის თავმჯდომარე, ეს არის პარტიის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ხო? მთლიანად ერის ბელადი არის, იმიტომ რომ ვერავინ სხვა ვერ ასრულებს ამ ფუნქციას, ხო, ზეპარტიულს და ზეკლასობრივს და ანუ მემარჯვენეებიც კი საბოლოო ჯამში მას მიყვებიან, იმიტომ რომ ბევრი სხვა გასაქანი არც აქვთ. და ამიტომ არის რომ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეს ორაზროვნება და აი ეს მისი უბრალოდ აი ამ იდეებით, თეორიით, აი ამ რაღაცა კლასიკოსების მოხმობით გაჯერებული აი ეს რაღაცა ავტორიტეტი და ეს დარწმუნება, ეს რიტორიკული ძალა, ხო, რითაც ის ასე ვთქვათ ჩააგონებს აი ამ რევოლუციურად ორგანიზებულ მასებს, რომ მიიყვნენ აი იმ უფრო მწყობრო დემოკრატიულ პროცესს, ხო, რომელიც რაღაცა მომენტში მათ სოციალიზმისკენ მიიყვანს, მაგიტომ არის რომ ძალიან მოწონს, თქვათ, იგივე ჟორესი, რო ლაპარაკობს ამ დანტონზე, იაკობინურ პერიოდში, როგორც რევოლუციონერ სუვერენზე, რომელიც იყო არა უზურპატორი, რომელიც რათა ხიშტით და რაღაცით ბატონობს, არამედ რომელიც მართავს სულისკვეთებით და კეთილშობილური საშუალებებით და ნიჭით, ხო? ანუ აი ესეც არის რეალურად ის რასაც აგემოვნებს აი ამ იაკობინელების პერიოდის პრეცედენტებიდან, ხო? როგორ შეიძლება მართო ისე, რომ რეალურად შენ იყო სათავეში, ხო? თან მართლა ეს რევოლუციური ენერგიები არათუ ჩაიხშოს, არამედ მათ ანუ რაღაც იბორგონ, მაგრამ ამ ყველაფერმა მიიღოს წყობრი ხასიათი იმითი, რომ შენ გააქვს იმის რიტორიკული ნიჭი, რომ ჩააგონო მათ ის თუ რა არის სწორი, ხო? მით უმეტეს რომ შენ ხარ ის, ვინც ფლობს აი იმ თეორიულ ცოდნას იმისა თუ როგორ მოძრაობს მსოფლიო ისტორიის, ასე ვთქვათ, გეზი საით მიდის და რა არის სწორი საერთოდ, ხო? ანუ ეს არის ამიტომ ის რაც აი ამ რაღაცა აი ერთის რამ თითქოს ძალიან აბსტრაქტულ ფართო აი ამ რაღაცა მსოფლიო ისტორიულ ფრესკაში ნავიგაციის მცდელობას მეორეს მხრივ გადააქცევს მართლა იმ ჟორდანიას ძალიან ისეთ ინტიმურ აი ამ დიდი 2000 გვერდიანი წიგნის კითხვის და კონსპექტების ძალიან ისეთ ინტიმურ სამუშაოდ, ხო? რაც აი შეგვიძლია მართლა აი ყველაზე ინტიმურ აი კითხველის ჟორდანიას როგორც კითხველის გამოცდილების დონეზე მოვიხელთოთ, ხო? როგორ იაზრებს და როგორ, ასე ვთქვათ, შეისხლხორცებს თავის რაღაცა პოლიტიკურ ფუნქციას, ხო? რა არის ლოგიკა, რასაც ის თვითონ მისდევს მთელი რესპუბლიკის მანძილზე, ხო? ვთქვათ, აი ესეთი ჩახლართული სქემით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუნდაც ეს მთელი ეს რიტმი, ხო, რაშიც მოძრაობს პირველი რესპუბლიკა, ხო, რომელიც კი ერთის მხრივ ფლობს რაღაცა ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ ჩარჩოებს, დამფუძნებელი კრება მოწვეულია საყოველთაო არჩევნების გზით, ხო? კონსტიტუციაზე მუშაობენ, ყველაფერი ემორჩილება თითქოს ერთ ცენტრალიზებულ მთავრობას, ხო, საბჭოებს ჩამოცილდათ ეს თავიანთი ეს რაღაცა კლასობრივი რევოლუციური ესა, ხო, ანუ ძალაუფლების ორგანოს ფუნქცია, ხო, სახალხო გვარდიაც ემორჩილება მთლიანად ჟორდანიას, მაგრამ რეალურად მისი როგორც რევოლუციური ავტორიტეტის
ლოგისტიკის ფუნქცია არის ის, რაც ამთლიანებს აი მთლიან პროცესს და აი ნავიგაციის საშუალებას იძლევა ისე, რომ არც მარჯვნივ გადაიხარო და არც მარცხნივ თან მუთმინება იქონიო სოციალიზმისთვის, მაგრამ თან არ დარჩე ოპორტუნიზმში, ხო? თქვათ ან იგივე აი კაუცკისეული მოდელი, ხო? მინიმუმს და მაქსიმუმს შორის აი გამიჯვნისა, სინამდვილეში და ისე როგორ ერთიანდება, ხო, ერთდროულდება, აი ამ ჟორესიანული აი ამ იაკობინური ერთდროულობის აი გადასერვით, ხო? ესეც შეგვიძლია მოვიხელთოთ რაღაცა აი ამ სქემით. ხო, ანუ რეალურად რის გამოც ან მგონია რომ საინტერესო არის აი ეს მთელი ეს განზომილება, ხო? და თქვა ჩაძიება მართლა ჩაკირკიტება ესეთ რაღაცა ჟორდანიას ფრანგულ ნაჯღაბნებში, ხო? არის ის რომ თუ არ ჩაავლე აი ამ კულტურული დავარქვათ, ამ კულტურულ განზომილებას, წარმოსახვის, ხო? კონკრეტულ ტექსტებთან მუშაობის, სიმბოლოების მობილიზაციის, მართლა შეგრჩება ან ის ძალიან შაბლონური პარადიგმა, რომ 26 მაისს რევოლუცია დამთავრდა და ჩვეულებრივი სახელმწიფო დაიწყო, ან აი ეს კაუცკისეული, ეს დოგმატური გახლეჩვა პროგრამა მინიმუმს და პროგრამა მაქსიმუმს შორის, როგორც თითქოს დროში აბსოლუტურად ერთმანეთისგან განცალკევებულ რაღაცა ეპიზოდს შორის და ვერ მოვიხელთებთ იმას, რაც რეალურად მართლა ეს ზემოთ ნახსენები, ეს ერთდროულობა იყო, როგორც ის რეალური დინამიკა, როგორთაც განიცდებოდა პირველი რესპუბლიკა, როგორც რევოლუციური პროექტი, ხო? მაგრამ ნუ სირთულეს რა თქმა უნდა ქმნის აი ამ განზომილების მოხელთებისა ანუ ამას ართულებს ის რომ თვითონ ჟორდანიაც ხო თქვათ უშუალოდ რესპუბლიკის პერიოდში არ ამზეურებს ესე თავის აი ამ კონსპექტებს ხო თუ არ ჩაქვთ აი ვანდეაზე რომ ლაპარაკობს იმ 18 წლის აგვისტოს მოხსენებაში და მე 20-იან წლებში უფრო და უფრო ასე თქვათ ექსპლიციტურს ხდის აი ამ თავის რა ტიპის ანალოგიებს ავლებს ხო იაკობინურ რესპუბლიკასთან თავისი რესპუბლიკის დროინდელი გამოცდილებიდან მაგრამ მას მერე რაც უბრალოდ ნუ ქრება ელემენტარულად იმისი განცდა რომ მართლა თქვათ 24 წლის აჯანყება ხდება ხო და ჩაფლავდება და მერე თქვათ ხო საბჭოთა კავშირის აღიარება ხდება დასავლური ძალების მიერ და რაც უფრო ასე თქვათ ქრება იმისი პერსპექტივა რომ აღადგეს ეს პირველი რესპუბლიკის სუვერენიტეტი ხო და მით უმეტეს რომ ქრება 20-იან წლების შუიდან უკვე იმ სოფლიო რევოლუციის პერსპექტივა, ხო? მით უმეტეს თქვათ დასავლეთის მთავარ ინდუსტრიალიზირებულ ქვეყნებში სოციალური რევოლუციის მოხდენის პერსპექტივა თვითონ ჟორდანიასთანაც აი თქვათ მის ცნობილ მემუარებში ჩემი წარსული რომელიც ძალიან ცუდი ნაწერი არის ისე ლაპარაკობს უკვე აი ამ პერიოდზე რომ თუ არ ჩაეძია აი ამ რაღაც აი ამ კონსპექტებს ან ძალიან არ ჩაუკირკიტე მართლა იმ პერიოდის აი რა გრამატიკას ამუშავებს ასე ვთქვათ ხო თავის ნაწერებში ან თავის მოხსენებებში ძალიან რთულია რომ ძალიან მარტივი რომ გაგეპაროს ასე ვთქვათ ეგ განზომილება აი ამ რაღაცა იაკობინური ერთდროულობის არადა ეს არის ასევე ის ასე ვთქვათ ეს იაკობინური ასე ვთქვათ ეს რეფერენტი ხო აი ჯორესზე დაყრდნობილი არის ასევე ის რაც ფაქტობრივად ჟორდანიას საფუძველს აძლევს რომ გააკეთოს ისაც ხშირად მარქსისტები არაკეთებდნენ ხოლმე მაგ პერიოდში მით უმეტეს რომ პოლიტიკაზე როგორც ცალკე დარგზე ასე ვთქვათ რომ ემსჯელად განყენებულად ასე ვთქვათ ხო პოლიტიკაზე როგორც მართლობის ხელოვნებაზე ხო და თქვა და 1926 წელს რო წერს თავის აი მართლა არაჩვეულებრივ ბროშურას სახელწოდებით პოლიტიკა ბოლოსკენ უკვე ღია ტექსტით ავლებს პარალელს, არ თუ პარალელს არამედ რაღაც ნათესაობასაც ამყარებს პირველ რესპუბლიკასა და საფრანგეთის იაკობინურ პირველ რესპუბლიკას შორის, სწორედ იმითი რომ მიაჩნია რომ აი ეს დემოკრატიის ასე ვთქვათ საზღვარი, აი არც მარცხნივ და არც მარჯვნივ გადახვევის
მარტო იაკობიანელებმა მოახერხეს რომ დაეცვათო და მანამდე ჟორეს ციტირებს დიდი რაოდენობით და მეორე ასეთი პრეცედენტი იყო საქართველოსშიო და ესე იგი მანამდე არ მოისვენებს მოკლედ საქართველოს სანამ ისევ აი 26 მაისის პრინციპზე არ მოეწყობა ხო რაც 26 მაისს ისევ და ისევ აცხადებს აი ამ რაღაცა საშუალო ხაზზე შემაგრების აი მარც მარჯვნივ არც მარცხნივ აი რევოლუციური ცენტრალიზმის ხაზის დაჭერის პროექტად ხო ხო აი ეს არის მოკლედ რაც შეგვიძლია და დავიბევოთ აი მთელი აი ამ თითქოს ძალიან მარგინალური მართლა არქივიდან რაც დაგვრჩა ჟორდანიასგან და შემდეგში უკვე აი დემოკრატიის საზღვარზე რო არის ლაპარაკი, ცოტა კიდე სხვანაირად გავშლით მაგ საკითხს, იმიტომ რომ რეალურად დაისმება ის პრობლემა თუ დემოკრატია, როგორც ხალხის მართლობა, მართლა რა გასახანს გულისხმობდა ჟორდანიას ხედვით თუ თქვა ზოგადად იმ პოლიტიკური ჩარჩოს პირობებში, რაც დაწესდა პირველ რესპუბლიკაში, მთელი თავისი ავიცი უმცირესობა უმრავლესობის რეჟიმით თუ საერთოდ ანუ სახალხო სუვერენიტეტი, ხალხის ხელმწიფება, როგორც ამას უწოდებდნენ, რა ფორმებს იღებდა, ხო? და ამაში აი სახალხო გვარდია და ამ გვარდიის ძალიან ისეთი ექსცენტრიული ხელმძღვანელი ვალიკო ჯუღელი იქნებიან ჩვენი ასე ვთქვათ ორიენტირები და მაგითი ბოლო ესეთ შინაარსობრივ ლექციას ჩავატარებთ და მე უკვე ბოლო ლექციაზე რაღაცნაირად ვეცდებით რომ შევაჯამოთ და ესეთ დისკუსია წამოვჭრათ თელ აი ამ 10 ლექციის მანძილზე განვლილი მასალის შესახებ და დღეს შეგვიძლია ამითი მოვრჩეთ. დიდი მადლობა. ხო, ეხლა რა კითხვების დრო თუ არის? რამდენად მარტივად იღებდნენ მშრომელთა საბჭოები სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობას და იმას, რომ აი ნოე ჟორდანია როგორც ხელისუფლების მეთაური იყო, ასევე იმას, რომ საბჭოების ესე რომ ვთქვათ, ყრილობის თავმჯდომარეც იყო და ქონდა თუ არა სურვილი რომ ვთქვათ, რომ ესე ყოფილიყო ავტონომიური სისტემა, რომელიც ერთგვარ კონკურენციაში შევიდოდა მთავრობასთან, რომ ეს ერთგვარი ბალანსი ყოფილიყო მათ შორის. ძალიან კაი კითხვა არის, იმიტომ რომ სულ ანუ ზოგადი მოცემულობა ის არის, რომ იმდენად უაპელაციო იყო ჟორდანიას ავტორიტეტი და იმდენად მაინც რაც არ უნდა იქ ფრაქციული ისინი ყოფილიყო შენაკადები, თქვათ, რაი ზოგი პრონაციონალიზმისკენ ტრეკება, ზოგი ნაკლებად, ზოგი უფრო იყო დამოუკიდებელი მომხრე, ზოგი მაინც უფრო რუსეთთან ერთიანობის მომხრე იყო, ანუ რაღაც საკითხებში ყოველთვის იყო იმ წლებში, თქვათ, განსხვავებები, როგორც იმ პარტიულ ხელმძღვანელებში, იმ ელიტაში, ასე ვთქვათ, ასევე უფრო დაბალ იმ საბჭოების დონეზე, მაგრამ მთლიანობაში მაინც მართლა სრულიად მონოლითური რაღაცა მართლა ჰეგემონია ეპყრა ჟორდანიას იმ დონეზე, რომ თვითონ ანუ პოლიტიკურ აი დამფუძნებაში ცხოვრობ, ანუ პარტიის სოციალ-დემოკრატიული პარტია აბსოლუტური უმრავლესობით რომ მოვიდა, ძალიან მოწონდათ ეს მემარჯვენე პატარა ოპოზიციასთან და იმ რადიკალ მემარცხენეებთან, ხო, სოციალისტ რევოლუციონერებთან და სოციალისტ ფედერალისტებთან მუდმივი დავა, მაგრამ ანუ პროცესი პოლიტიკური ცოტა დადამბლავდა, იმიტომ რომ ანუ რეალურად შეეძლოთ აბსოლუტურად მხოლოდ საკუთარი იმ აბსოლუტური პრობლემის უმრავლესობით მიიღოთ გაეტანათ ნებისმიერ გადაწყვეტილება. ამიტომ რა უბრალოდ მართლა რაც სპაიქრობის გულისთვის სპაიქრობა გამოდიოდა ხოლმე ეს დებატები და იგივე ჩივიან თვითონ იმაზე და ჟორდანიას თვითონ დანაკლისის განცდა რომ იმდენად დიდი იყო ჩემი პერსონალური ავტორიტეტიო რომ ან მართლა რაღაცა იმაზე უფრო მეტად მემორჩილებოდნენ ვიდრე მე მინდოდაო ხო იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ვაყრე დაკაკი ჩენკელს აქვს ესეთი ჩანაწერი თავის დღიურებში რომ პროფკავშირებში მოვიდაო ჟორდანია 20 წელი არის მე მგონი უკვე და ნუ მართლა უკვე ძალიან ესეთი რუტინიზირებული არის
ეს გეოდამფუძნებელი კრების მუშაობა და პროპკავშირებიც იმდენად დომინანტურად მენშევიკური იყო, რომ არანაირი თქვა რაღაცა ეს ოპონირების სურვილიც ძლიერ არ იყო ამ საბჭოებიც ფაქტობრივად ბოლომდე გადაეწყნენ იმაზე, რომ უბრალოდ რაღაცა ტიპის უფრო ესეთ ყოფით საკითხებს ან უბრალოდ რაღაც იდეურ საგანმანათლებლო სამუშაოზე გადაერთნენ. ხო, არავის სერიოზული წინააღმდეგობა ესე არ გაუწევენ, მაგრამ თქვა ჩენკელი ამბობს, რომ გაგიჟდა ეს ჟორდანია, იმიტომ რომ პროკავშირებს ეუბნება, რომ ადექით და გაილაშქრეთო კრების წინააღმდეგ, რომ რაღაცა ცოტათი ესეთი ექშენი რომ დატრიალდეს, აი იგივე ის რომ ამოძრავდეს, რაც აი რობესპიერთან წარმოუდგენია, რომ აი სახალხო ენერგიები იქიდან ვიღაცა გამოვარდება, აქედანი კონვენტში შეუვარდება ეს ხალხი, პარიზის ეს კომუნების ეს მასები რომ რაღაცა მოთხოვნა არ ხდება ეგეთი რაღაცეები. ან არიან ბოლშევიკების უმცირესობა, რომელთაც ხან იქ მიახვრეტენ ხან ხო რაღაცა იქ ალექსანდროვის ბაღში თუ მე თქვა იქ ნოე რამიშვილის სპეც სამსახურები მასამენ გამოამწყლებენ და ამ შემდეგ, მაგრამ ანუ ის ვინც ითვლება რომ ნაწილი არის პოლიტიკის აი დემოკრატიული პროცესის იმდენად დომინანტური არის მანდეს მენშევიკური ფლანგი რომ რაღაცა მომენტში სტაგნაციას განიცდის მოკლედ აი ეს დრამა რა პოლიტიკური და აი შემდეგში განვიხილავთ მაგას აი სახალხო გვარდია როგორც შეერაღებული ძალა რომელიც არც რეგულარული ჯარი არ იყო ხო ბოლომდე მაგრამ თან გასახელმწიფოებრივებული სამხედრო ორგანიზაცია გახდა აი ვალიკო ჯუღელის გავლით რა ტიპის აი ამ შიდა იმ რევოლუციის პარადიგმის არტიკულირებას ცდილობს და რა ოპონირების არა იმიტომ რომ ისიც აბსოლუტურად კულტი აქვს ფაქტობრივად ჟორდანიას როგორც ავტორიტეტის მაინც რაღაცა ტიპის აი ისეთ დინამიკას და და ტემპერამენტი შემოაქვს, რაც თითქოს გადის, აღარ ჯდება აი ამ პირველ რესპუბლიკაში ჩამოყალიბებულ ინსტიტუციურ ჩარჩოებში. მაგრამ თქვა 18 წელსაც იგივე აი რო ნახეთ ხო ჟორდანიას გამოსვლა რკინიგზელების წინაშე ხო სექტემბერში როცა უკვე მომხდარი არის ეს გადაბარება რეალური ძალაუფლების რისი ნაწილიც იყო თქვა იგივე წითელი გვარდიის სახალხო გვარდიად გადაკეთება და სახელმწიფოს თვის დაქვემდებარება ხო ოღონდ ისევ ჟორდანიას გავლით თორე ჟორდანია რო ყოფილიყო არ დაემორჩილებოდნენ დიდად ანუ კარგად ჩანს ამ იმაში არ მაქვს ნაციტირები რომ რაღაცა ისეთ იქნეს მენშევიკებმა მთავრობაში რომ აი ამ რკინიგზელთა ამ კომიტეტის გვერდისავლით დაუნიშნეს ვიღაცა და ნუ ჟორდანიას ნათქვამებიდან ირკვევა რომ სერიოზული ჩოჩქოლი გამოიწვია ამან ანუ ქვემოდან წამოვიდა სერიოზული უკმაყოფილება და რეალურად მთელი ეს მისი მოხსენება გარკვეულწილად არის მაგისი მცდელობაც რომ დააშოშმინოს ბოდიში მოუხადოს და მერე აი ეს მექანიზმი აამუშაოს იმისი, რომ თქვენ კი იყავით ორგანიზებულები, ხო? ანუ თქვენ იყავით რეალური რევოლუციური ძალა, რომელსაც ოღონდ ჩვენ რევოლუციის სახელით მოგიწოდეთ, რომ ესა და ეს გექნათ, ხო? რომ გაფიცულიყავით, ხო? მერე თქვათ რევოლუციის სახელით მოგიწოდეთ, რომ 17 წელს რომ აგეღოთ თქვენ ხელში მართვის სადავეები, რომ არ გადავშვებულიყავით ანარქიაში, ხო? და ეხლა რევოლუციის სახელით მოგიწოდეთ, რომ გადმოგეცათ ჩვენთვის, თავრობისთვის ძალაუფლება, ხო? ანუ აქაც და აი სხვა თქვათ პერიოდულ გამოცემებშიც აი თქვათ ის რო ვახსენე კიდე ხო იმ დუშეთის და ცხინვალის აჯანყებების მსხვერპლზე რო რაღაცა სერიოზული ემოციური ამოხეთქვა რო არის ხო აი ამ ქვემოდან ასე თქვათ ხო ამ პარტიულ სეგმენტში სულ არის რაღაცა ტიპის რა თქმა უნდა დინამიკა და იმის საჭიროება რომ პასუხი გასცე კომპრომისზე წახვიდე მოთოკო ქვემოდან წამოსული ინიციატივები მათ რაღაცა კალაპოტი მისცე ხო მაგრამ არაფერი არასოს ისეთი მასშტაბური არ ყოფილიყო რომ კი თქვა ბოლოში გამოიყო პატარა რაღაცა პარტიული რაღაცა ესეთი ოპოზიციური ფლანგი, მაგრამ ნუ ძალიან მარგინალური დარჩა ეს ყველაფერი მთლიანობაში. როგორ გამთარდებოდა კაცმა არ იცის, ხო? ძალიან ბევრი სპეკულაცია ხოლმე, რომ მაინც მემარჯვენეები მოვიდოდნენ მერე, იმიტომ რომ ეგ ძალიან სპეკულაციის საგანი არის. ანუ მე მაინტერესებს რა ურთიერთობა არის პოლიტიკურ ავტორიტეტსა და კულტურულ ავტორიტეტს შორის.
ანუ და კარგად არც ვიცი ეს პერიოდი და არც ეს სოციალური ველი არ ვიცი და არც ეს კულტურული ველი მაინტერესებს. ანუ აი სხვა რევოლუციური ავტორიტეტის შემთხვევაში მეტნაკლებად ანუ მესმის თორე რობესპიერის შემთხვევაში რას ეფუძნებოდა რობესპიერის ავტორიტეტი დაუშვათ ან ლენინის შემთხვევაში ხო დაუშვათ ანუ ვიცით რომ რაღაც პროგნოზები გააკეთა რომელიც გაუმართლდა ან თანმიმდევრული იყო და ასე შემდეგ ხო ხო და ჟორდანიის შემთხვევაში რას ეფუძნება ეს კულტურული ავტორიტეტი ანუ აღქმაში ანუ როგორ აღიქმება ჟორდანია და რა განაპირობებს ესეთ ავტორიტეტს ხო მაგაზე წაი წინაზე ვილაპარაკეთ უფრო ზოგადად რომ მოგვეხაზა ესა და ანუ შეგვიძლია ხა კიდევ ერთხელ ამუშაოთ რაღაც უკვე ამ კონკრეტული მასალის საფუძველზე რომ აი ეს რევოლუციური ავტორიტეტის ცნება რომელსაც წინაზე ნახსენები ისტორიკოსი დან ედელსტინი ამუშავითარებს იმითი გამოირჩევა იმ რაღაცა უფრო ესეთი შაბლონური გაგებით ავტორიტეტის თუ ბელადის ფიგურისგან რომ ეს არ დგას მაინც და მაინც რაღაცა პერსონალურ ქარიზმაზე მაგალითად ხო პირიქით ჟორდანიაზე საუბარია რომ ეს ენაებმებოდა ანუ ორატორად არც იყო ესეთი გამორჩეული მისი მთავარი ძალა იყო კალამი და ის რომ ის მინიმუმ 30 წლის მანძილზე 1890-იანი წლებიდან მოყოლებული სტაბილურად იყო ყველაზე დამაჯერებელი და ნაყოფიერი სარაქვია პუბლიცისტი და პოლემიკოსი ქართულ საჯარო ველში და არა მარტო ქართულში არამედ იმ რუსულ თლიან რუსულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონტექსტში. ამიტომ ის ასე ვთქვათ რენომე რასაც ის რაც მას უკვე აქვს 17-18 წლებისთვის ხო და მთელი ამ წლების მანძილზე ემყარება აი ამ ბაგაჟს მისი პუბლიცისტობის და მისი ტანჯულობისა, რომ გაციმბირებული ციხეებში ნამყოფი, ხო, ანუ წამებული ამ რევოლუციის საქმისთვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის ყველაფერი ის, რაც მას აძლევს აი ბაგაჟს, რაზეც დგას მისი ავტორიტეტი, ასე ვთქვათ, ხო? მით უმეტეს, რომ ანუ აი ამ რევოლუციებზე, ფრანგულ რევოლუციებზე, რომ ამდენს რომ ლაპარაკობს, ხო? ეგეც, როგორც ვნახეთ, არ არის რაღაცა 18 წელს და 17 წელს დაწყებული, არამედ ემყარება მანამდე ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაწეულ სამუშაოს, ხო? ის რომ ის იყო ის თავარი ფოკუსის წერტილი არტიკულაციის, აი იმ რაღაცა მსოფლიო ისტორიული ისა ხო, თვით აღქმისა, რომელიც მაშინდელ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს ჰქონდათ, რომ ისინი ცხოვრობენ რევოლუციების ხანაში, რომელიც თან არის არაუბრალოდ აი იმ მომენტში არსებული რევოლუციების ან სამომავლო მსოფლიო რევოლუციის ხანა, არამედ აი იმ დიდი რკალის ხანა, რომელიც მოდის დიდი ფრანგული რევოლუციიდან, ხო, მთელი მე-19 საუკუნის გავლით მე-20-ს დასაწყისამდე, ხო? და ამისი მთავარი ქართულ ენაზე მთავარი ინტერპრეტატორი გამოდიოდა, რომ იყო ჟორდანია, ხო და მას უბრალოდ ანუ ის აღმოჩნდა ის ერთადერთი ფიგურა, ვისშიც პროეცირდა მთელი აი ეს რაღაცა ლეგიტიმაცია, რომელიც სადღაც ვიღაცაში უნდა გამკრევებულიყო, ხო? მას მერე რაც ცარიზმი ჩამოემხო და მართლა ყველაფერი მოიშალა და მართლა სრულიად რაღაცა უნორმო და დაუდგრომელი კონსტიტუციო არაჩვეულებრივი ხანა დადგა, ხო? 7 წლიდან მოყოლებული, ხო? და არა მარტო ამ რევოლუციონერებისთვის, სოციალ-დემოკრატებისთვის შეიძინა ჟორდანიამ ეს ფუნქცია, არამედ განსხვავებით ლენინისგან, რომელიც ამ ხრივ, ანუ იგივე ტიპის ავტორიტეტი არის, ხო? მანდაც ძალიან დერივატიული, იმიტომ რომ სულ ვიღაცა მანამდე არსებული ბუმბერაზი კლასიკოსის მოხმობაზე დგას, ხო? ისე როგორც სტალინი მერე თავის ავტორიტეტს ამყარებს იმაზე, რომ ის არის ლენინიზმის ჭეშმარიტი ინტერპრეტატორი, ხო? ასევე არის თქვა ჟორდანია რო ახავებს თელ ამ იმას, ხო? ამ ციტატებს მარქსიდან, კაუცკიდან და ჟორესიდან სტრუქტურულად იგივე არის, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ის რაც ლენინმა არ და ვერ შეასრულა, არის ის, რომ ჟორდანია მართლა მთელი ერის ბელადად იქნა შერაცხული 7 წლის ბოლოს, როცა ეს ეროვნული ყრილობა დგება ოქტომბრის რევოლუციის მერე, როცა კავკასია წყვეტს, რომ გამოეყოს პეტროგრადში დაწყებულ დინამიკას, ხო? და ჟორდანია მანდაც უბრალოდ ბუნებრივად აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელსაც უბრალოდ კონკურენტი არ ყავდა, რომ მას გაეწია ეს ზეპარტიული
წინამძღოლობა, ასე ვთქვათ, ხო? ამ ქართველი ერის, ასე ვთქვათ, საქმისთვის, ხო? და მთელი, ვთქვათ, ხელოვნება არის ის, რომ მე 18 წლიდან, მე 26 მაისიდან როგორ ხდება გადახლართვა აი ამ ეროვნული და ამ რევოლუციური პარადიგმების, ხო? რასაც ჟორდანია ამ ორ სკამზე ჯდომით მუდმივად ცდილობს, ხო? და თან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ გადახრებით და ასე შემდეგ, ხო? ეგ არის, ხო, მაგხრივ სრულიად უალტერნატივო ფიგურა იყო ყველა დონეზე. ინტელექტუალური ავტორიტეტი ხო, ეს ანუ ხო, ეს თელი ეს უკვე ეს მარქსისტი რევოლუციონერები ხო დიდწილად, ანუ მათი აქტივიზმის უდიდესი ნაწილი არის, რომ ბროშურაზე, ტომზე წერენ. ხო, ნუ თქვათ, ჟორდანია განსხვავებით ლენინისგან, ტროცკისგან და თქვათ რუსი ემებისგან ეგეთი ნაყოფიერი არ ყოფილა, იმიტომ რომ ისინი მართლა ატომეულებს წერენ. ხო, ჟორდანიასთან რაღაც 100 რაღაცა გვერდზე უფრო დიდი მოცულობის ნაშრომი ჩვენ არ გვაქვს ესე, იმიტომ რომ ეგეც ანუ ძალიან საინტერესოა რატო ვთქვათ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯონსი მართალი არის, რომ ამბობს, რომ ეს ქართველი სოციალ-დემოკრატები ამოდიან, ისინი ვინცთან აქ იყიდებენ ვერ ფეხს, ხო, თორე ხა ბოლშევიკებიც ქართველები მაქედან ამოდიან, ხო, მესამე დასის წიაღიდან, რომელიც მთლიანად არის აი ამ რაღაცა მთეგდალეულების მიერ დაძრული იმ კულტურული საგანმანათლებლო პროექტის ისინი, ხო? ანუ პიმშოები არიან, ხო? რომელიც სკოლებში ასწავლიან, აწყობენ მუშათა სკოლებს და ასე შემდეგ და მაგითი და ლეგალური მუშაობით, აი გაზეთ კვალში, პირველ რიგში, ხო, მაგითი იწყებენ იმ ტიპის მასობრივ საგანმანათლებლო კამპანიას, რომელმაც მათი აზრით უნდა რეალურად მობილიზაცია გაუკეთოს ამ მასებს გადამწყვეტ რევოლუციურ მომენტში, ხო? და ანუ მან ჟორდანიაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც წერს ხოლმე, აი ეს მისი ეს გამჭვირვალე საოცარი პედაგოგიური სტილი რაც აქვს, ხო? სრულიად სხვა მიზნობრიობითაა დატვირთული. მას ძალიან ცოტა აქვს ტექსტი, რომელიც შიდა პარტიულ თეორიულ რაღაცა დისკუსიებს და ემეებს ეხება. ანუ ძალიან იშვიათად რომ მაგ ფუნქციას ასრულებდეს მის ტექსტები. უმეტესობა მის ტექსტებისა, მათ შორის აი ეს ისტორიაზე, საფრანგეთის ისტორიებზე სხვა ტექსტები არის ძალიან პედაგოგიური დანიშნულების მქონე. ფაქტობრივად სახელმძღვანელო ისინი, სადაც ნარატიულად იმ წერა-კითხვის მცოდნე მუშას, ან მუშას, რომელსაც უზის წერა-კითხვის მცოდნე მუშა და უკითხავს, თხრობის მეშვეობით აღუწერ, როგორ ხდებოდა აქამდე რევოლუცია და როგორ შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს და რაღაცა ეს ცოცხალი ანალოგიები, გაკვეთილები გამოიტანო მაქედან, ხო? და ამ ხრივ კულტურალადაც ფაქტობრივად სხვა ტიპის ფუნქციას ასრულებდა თავიდანვე რა, ეს თავის ლაკონურობით, ამ წირი იმითი ლიტერატურული ასე ვთქვათ პროდუქციით და ხო, უმეტესობა მერე ვთქვათ იქ რესპუბლიკის დროს არის მოხსენებები, ხო? ანუ ლენინი რო ზის და მანდაც რო წერს და წერს, ნუ არ ვაქვს ეგეთი რაღაცა უბრალოდ. ხო. ეს სოციალ ესე რო ვთქვათ დემოკრატიული ხედვა რაღაც რეფორმისტული მათ შორის რეფორმისტული ანუ ქონდა მოხსენებაში რომ ანუ არ იყო თლად ის რომ მარტო რეფორმებზე ყოფილიყვნენ და ბერშტაინულ ხედვას უარყოფდა რაღაცა გაგებით ანუ მაინც თუ მე მომავალში გადავიტან რაღაც სოციალური რევოლუციის იდეას და სოციალიზმს რა მაძლევს აქ ლეგიტიმაციას იმისა რომ რაღაცა ტიპის რეფორმები გავატარო თვითონ თუ მე კაპიტალსა და შრომას შორის რაღაცა შევამცირებ უფრო მეტად ამათ შორის წინააღმდეგობას ეგ ხო უფრო ანელებს რეალურად რევოლუციის პერსპექტივას ანუ ხო უფრო რევოლუციისთვის ხო უფრო კარგი იქნება რომელიც შორს მაქვს სადღაც გადაგდებული რომ კაპიტალიზმს უფრო მეტი გასაქანი მივცე და შრომელებს ნაკლები ხელფასი გადაუხადო აი მაგის წყარო საიდან მოდიოდა ანუ ეგ გაგება რომ აი უნდა მივცეთ იმასაც რა ქვია შრომელსაც და ანუ იმასაც რომ მუშებს საერთოდ ბრაზის ნაკლები
წყარო რჩება, რომელიც მე შეიძლება რაღაცა რევოლუციური აფეთქების საწინდარი გახდეს. მათ შორის და თუ ისიც მაქვს რომ მე კაპიტალიზმი უნდა ვაშენო, ეს კაპიტალიზმს რო ბოლომდე მივცე გასაქანი და ბურჟუაზიულ წესრიგს, ხო უფრო კარგი იქნება ეს კაპიტალიზმი, რომელიც რაღაცა ეტაპზე მივა, იქ უფრო მეტად არ არის შანსი რომ აი კაპიტალიზმიდან რაღაცა სოციალიზმზე გადავიდე, ვიდრე ის რომ აი კაპიტალსა და შრომას შორის ეს წინააღმდეგობა რაღაცნაირად შევამცირო და რაღაცა ან თან თუ იმ პერსპექტივიდან შევხედავთ რომ ეს რაღაცა ნელ-ნელა გარდაქმნებს კი არის ახალ და რაღაცა მომენტი უნდა ყოფილიყო, სადაც სოფლიო რევოლუციაც მოეწეოდა და იქ მოხდებოდა რევოლუცია და ხო უფრო ან ხო ეგ არის არჩევანი. ხო, ან მან მე მგონი ან ამ შემთხვევაში ხო იგი თქვათ კაუცკის წიგნ სოციალური რევოლუცია ეყნება ხოლმე ჟორდანია ძალიან ხშირად და თუნდაც მაგას უსვამს ხოლმე ხას რომ ეხლა რა ეს პოლიტიკური რევოლუცია რომ მოხდა ხო ეს პოლიტიკურად რომ მივიღეთ დემოკრატიული სტრუქტურა ხო და ჩვენ თვითონვე რომ ვაშენებთ როგორც სოციალ-დემოკრატები იმას რასაც ნუ შეიძლება ბურჟუაზიული ასე ვთქვათ სახელმწიფო უწოდო თავისი სოციალური დაცვის მექანიზმებით და ასე შემდეგ ხო იმის გამო რომ უბრალოდ ჩვენ რესურსი არ გაქვს ინდუსტრიული და გჭირდება რომ ინვესტორი მოიზიდო ასე ვთქვათ ხო იმისთვის რომ გააჩინო ეს რესურსი რომელსაც მე დაამუშავებ რომ საერთოდ საწინდარი შეგექნას აი იმ რაღაცა მართლა ჭარბდოვლათიანობის სოციალიზმზე გადასვლის, რომ არ მიიღო ის პრიმიტიული, თქვათ, კომუნიზმი, რომელიც ხო, არ უნდათ, ხო, როგორც რაღაცა საზიარო სიღატაკის კომუნიზმი, ხო, მაგიტო არის ეს ფეტიში, ხო, აი მრეწველობის და აი ამ ინდუსტრიალიზაციის, ხო, რომ სულ სხვანაირი პროდუქტიულობა გაქვს ინდუსტრიული წარმოების პირობებში, ხო? მაგრამ აი ამ დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში დემოკრატიის გავლით, აი ეს თანათანობითი პოლიტიკური მუშაობა იმაზე, რომ მაქსიმალურად გაფართოვდეს კონსენსუსი იმის გარშემო, რომ ჩვენ სხვანაირი ეკონომიკური მოწყობა გვჭირდება. ეგ მუშაობა არის ის, რაც შენ საბოლოო ჯამში მოგცემს იმას, რომ აი იმ მომენტში, როცა კაპიტალიზმი უკვე უმწერვალესად განვითარებული იქნება, როგორც ჯორდანია ამბობს ერთგან, ხო? აი ამ შენ სოციალ-დემოკრატიული ჰეგემონიის ფარგლებში ოღონდ, ხო? შენ მიერ რაღაცა კალაპოტ მიცემულ ფარგლებში, ისე რომ რაღაცა ისინი არ ველური ფორმები ვერ მიიღოს. შენ უკვე ისე ხარ მომზადებული, რომ აი რასაც სოციალური რევოლუცია დაერქმევა, ამას აღარც ჭირდება ბურჟუაზიას და მას რა ქვია, მუშებს შორის რაღაცა შერკინება და არმაგედონი, იმიტომ რომ რეალურად უბრალოდ შენ გჭირდება ის, რომ გააფორმო პოლიტიკურად ის ახლებური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგი, რომელიც უკვე შენსავე წიაღში, შენსავე ამ დემოკრატიულ რესპუბლიკურ ჩარჩოში შენვე მოამწიფე. მით უმეტეს საკუთარი ბურჟუაზია რო არ ყავს, ნუ ანუ ხო რა, სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ისეაც თავარი, ასე ვთქვათ. პროლეტარიატის დიქტატურის რაღაცა სახე არის ეს. კი, რომელიც ოღონდ გულისხმობს, რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც უფლებები ჩამოართვა, თქვათ, ბურჟუებს და არისტოკრატებს, როგორც რუსეთში მოხდა, სადაც რა თქმა უნდა ეს მოხდა კიდე იმიტომ, რომ მართლა სამოქალაქო ომის რეჟიმი იყო და უბრალოდ ის ნახტომი, რაც გააკეთეს ბოლშევიკებმა, იმიტომ გამოდგა, თქვათ, ამ ჟორდანიას და დანარჩენების პერსპექტივიდან დესტრუქციული, რომ უბრალოდ მათ არ ქონდათ იმ ტიპის ჰეგემონია რუსეთში, როგორც საქართველოში ქონდათ, ხო? ანუ აქ არისტოკრატებმა თავისი ხელით შეიტანეს თავიანთი მამულების და რაღაცა ქონების ნაწილი იმ საერთო ყულაბაში იმდენად თვითონ არანაირი იმისი განცდა არ ქონდათ, რომ ცალკე რაღაც პოლიტიკური წონიანი ძალის ან კონტრძალის შექმნა შეეძლოთ, ხო? ეს EDP-ც არის, ნუ ძალიან გვიან შექმნილი პარტია, სრულიად ესეთი წირი რესურსებით, ხო, ადამიანურით, ხო და ამიტომ მან პრინციპში წმინდად ეკონომიკური პროცესია არის რა და მან რეალურად თავარი გამოწვევა, რასაც აი შემდეგში განვიხილავთ უფრო მეტად, არის არა იმდენად აი ამ სრულიად მეტნაკლებად აი ამ მენშევიკურ ჰეგემონიას დამორჩილებული ქართულენოვანი საზოგადოების წიაღიდან, არამედ აი ვანდეა რო ქვია და ეს განაპირა ქვეყნები, რასაც ერქვა, ხო, ეს პერიფერიები, ხო, რომლებშიც პრინციპში სრულიად ანტირესპუბლიკურად ან სრულიად ინდიფერენტულად განწყობილი მეტწილად თან
არა ქართველი გლეხობა ცხოვრობდა, აი მაგათ რა უნდა უყო, ეგ არის სერიოზული გამოწვევა და ეგ არის აი ის რასაც მართლა საზღვარი შეგიძლია უწოდო, ხო? რომ როგორ უნდა დაიცვა, როგორ უნდა გააფართოვო შენი რესპუბლიკური პროექტი, არა მარტო თავისი სოციალიზმისკენ სრულებით და აი ელემენტად როგორც აი დემოკრატიული პოლიტიკური პროექტი, როგორ უნდა მიიტანო ამ მოსახლეობამდე, რომელიც გამოთიშული იყო მთელი ეს ათწლეულები, აი ამ შენი სიმწრით ნაშენები, მასობრივი დემოკრატიული თანდათანობით ნაშენები, აი ამ ხელა პარტიული საზოგადოებრივი მოძრაობიდან, ხო? ამიტომ მან კიდე სხვა პრობლემატიკა იშლება რა, ხო? ხო, აი მაგასაც ვნახავთ, აი შემდეგში, აი ოსების აჯანყების ჩახშობის მაგალითზე, დღეს რომ მარტო ისევ და ისევ მარტო აი ეთნიკური ნიშნით კონფლიქტებად რო აღვიქვამთ, ხო, იმას რაც მაშინ მოხდა, აი ეს რევოლუციური ლოგიკა რაც დღეს და წინა ლექციებზე აღწერეთ, რეალურად როგორ ისევ და ისევ მაგ ლოგიკაში უფრო ჯდებოდა ის ძალადობა, რასაც ისინი ახორციელებდნენ ერთნაირად ქართულენოვანი და არაქართულენოვანი გლეხობის წინადად. გაგანია გურიაში რომ რაღაც პატარა ბოლშევიკური აჯანყება რო იყო, არც იმისთვის დაუკლიათ არაფერი, ხო? უბრალოდ ანუ მე როგორ ინტერპრეტირდება ეს ძალადობა, ხო? და რა ტიპის, ასე ვთქვათ, მეხსიერების პოლიტიკები იქნება, ხო, მათ გარშემო და როგორ ძალიან ხშირად მე აცდენილია ხოლმე ეს მეხსიერების პოლიტიკები იმასთან რეალურად რა ლოგიკასაც ემორჩილებოდა მაშინ ეს ძალადობა, ხო, როგორც პასუხია ამ აჯანყებაზე, ეგ მაგასაც განვიხილავთ მოკლედ. ხო, ეს არის რაც შემიძლია თქვა.